აბა როგორ ახლა? არა მეშოს. ანუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ მაგრად ვარ და ყოველი დღე ნათელია და მე ღამით მიბნელდება. ნორმალურად ვარ. თქვენ როგორ ხართ? ხო და მე მშვენივრად. ბიჭო, მეც თითქოს კარგად ვარ, მაგრამ თან რაღაცა მაწუხებს სულ და მე ვხვდები ხოლმე რომ გარემო რეალობა მაწუხებს, სადაც ვართ. ხო და ამიტომ ყველაზე დიდ ნაწილში გვაწუხებს ის რომ პოლიტპატიმრები ყავს და მაგათ მიმართ მინდა რომ ყველა სოლიდარული იყოს, რაც არ გამოდის, მაგრამ სადღაცას მაგის ის უნდა მოვახერხოთ, რა ქვია, რომ გავხადოთ ეს ადამიანები. ხო და ეგ მიშლის ხოლმე კაი განწყობაში ხშირად ყოფილს ხელს. და დანარჩენი რავი, რაღაცა თავს როგორც გაერთობ, ისე იქნება რა. просто რაღაცას თითქოს ვერ აძლევ ბევრის გართობის საშუალებას თავსაც მაგიდან გამომდინარე. შენ როგორ გრძნობ? აი მეც ზუსტად იგივე მდგომარეობის გამო, გარემოს გამო რეალურად. ანუ არ ვიცი რამდენად ჩემს თავს დავაბრალო ან ჩემს nutritions. მაგრამ ზოგჯერ მაგის ბრალიც არის. ნუ რეალურად ამ წამს გარშემო ყველაფერი იწვის და ჩვენ აქ ვართ ვიწერთ პოდკასტს. ამ დროს იმ კამერაზე გაჭერეთ, როცა ამას აკეთებთ. ხო, მაგრამ ესეც ხო სადღაც რაღაცეებს ემსახურება ხოლმე ჩვენი ლაპარაკი, რომ სადღაც ვიღაცეებს რაღაც ფორმით მაინც და მაინც ანუ პოლიტიკური იმითი ჭრილში არ ვიძახი, მაგრამ რაღაცა სადღაც ნოვიერების კუთხით ან რაღაც დოზით ინფორმაციის მიწოდების კუთხით ან რა ვიცი მე აღარ ვიცი უკვე ნუ ვისაც ველაპარაკებ ყოველ შემთხვევაში მხატვრებს ან მწერლებს ან იმას ვინც იმაში არის ცოტა კულტურა უღადგილო არის ცნობ მაგას კონცერტების დროს კონცერტების დროს არა ნუ ეხლა ცალსახად დეკემბერში იანვარში ბევრად გზნობდი მაგას მაგ დროს არც ერთი კონცერტი ან რაღაც არ ქონია ძალიან უცნაური პერიოდი იყო მაგრამ მაინც მასშტაბი ხო შემცირდა კი ოდენობაც და capacity-ით ხალხის კი ხო და ეგეც ის იყო რაღაცა განწყობის ნაწილი იყო ხო ალბათ რომ ანუ თვლიდით რომ რაღაცა მაგ პარალელურ რეჟიმში მაგ რაღაცეების დაწყება თვითონ შეაჩერებდა და შეაფერხებდა და მე სადღაც მაქიდან გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდა კიდე არა მე მეგონა ეგ თან უფრო საერთო კონსენსუსი იყო მაგრამ სხვა შეხედულებები გაიჩითა მე და შეიძლება მაგის გამო არ ვიცი ეხა რეალურად გადარჩენისთვის და შემოსავლის სპონჯი ანუ რეალურად 6 თვე გავქაჩეთ საერთოდ ლაივის garaში რაც არც ისე მარტივი იყო და რითი არსებობდი მაგ დროს ნუ გადანახული და რა ნუ რაღაცა პატარა საქმეები შედებოდა რამე არა ის ძალიან საინტერესოა ტიპები როგორ რეალურად ჩემი ამბიცია რომ დავიწყეთ ეს ყველაფერი ეგ იყო რომ ოდესმე იქნებ იმდეს ვაკეთებდი რომ მაგრად ცხოვრობდე არა მაგრამ რომ სხვა სამუშაო არ დამჭირდეს რა და სადღაც 1-2 წლის წინ მივიღეთ ეგ არის ვაფშე ანუ საქართველოში ყველა მუსიკოსის მიზანი ეგ არის მგონია რა. ანუ რო სხვა რაღაცა არ გააკეთე. ქონია სტაბილური პერიოდი შემოსავლის ორივესგან მაინტერესებს რომ მარტო მუსიკით შეიძლება იარსებო ისე საშუალოდ მაინც ნორმალურად. იცი რა, ჩემ შემთხვევაში მარტო მუსიკით მარტო კონცერტით არა. მარტო მუსიკით. ანუ მე შეკვეთებსაც ვაკეთებ, ხო, კონცერტების გარდა რაღაცა ფილმისთვის, რეკლამისთვის და ეგრე კი. და მარტო მუსიკა, მარტო კონცერტი, კი, ნუ აი შეიძლება მაგის პარალელურად თქვა იმის კონცერტის და მუსიკის თქვა. რაღაცა ყველაფერს მაინც გარშემო ვერ ვიტყვი. ამ დროს ამ კამერაზე გაჭერთ. ბიჭო, ამათ ესენი ბევრად დიდები არიან თან რა, ჰონორარის სპონჩიც და ანუ ჰონორარის სპონჩი რეალურად იქამდე იყო, რომ ანუ რეალურად ხო ვერ გექნებოდა ორ კვირაში ერთხელ კონცერტი, რომ ეს ჰონორარი გაგიქაჩოს თუ რაღაცა და ჰონორარი როცა გაიზარდა, უფრო კომფორტული გახდა არსება. ყოველ შემთხვევაში სწორი მენეჯმენტით ამაში გვაქვს საერთო გამოცდილება. კამერაში სქენი კოკა. სწორი მენეჯმენტით. თან უთხარით ვისეუბნებით. ვინ იცის? You know who you are. ვინ იცის? კოკა გოგოხია ჩვენი პრემიერი მომავალი. ხო და აი ამ 6 თვეში რითი გადარჩით ხო როგორ რა ამ გაჭედილობის პერიოდში დანაზოგი არის დანაზოგი იყო და რა გეხილთება დანაზოგი და ხო რავი პარტნიორი მყავს და თიკო მეხმარებოდა რაღაც პერიოდი და ისეთი დანაზოგი როგორი გაუგება არის რაღაცა ჩემთვის აი დანაზოგი ხო ხვდები რაც არის ცალკე ანგარიში არის ჩვენთვის არის გაუგებარი იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ზოგა ანუ ეგრე გავიზარდეთ პლანგვაში და ეხლა სხვა ის არის დისციპლინა აი მე ვერ ვიტყოდი რომ ეგ კულტურა არის კულტურა მე მგონი. აი ეხა არის რა თქმა უნდა კი, მაგრამ არ ამგონია რომ აი ჩვენმა მამებმა და ბაბუებმა ეს იცოდნენ რომ აი შემოსავალი არის ეს დანაზოგი რო გამაკეთებინა ეს სტუდია არ მექნებოდა. ანუ შენ გონი რამეში კი არ ვფლანგავ სტუდი ყველაფერს ფულს როგორ აღხვეცი ეს ფული გიტარის ეფექტია პრეამპი არის და ეგრე ვითვლი რამდენი ხო და ვერ ვზოგავთ ხო ვიფლანგებით ხან ზოგ ხან იმაში რაღაც დისტორშენში ხან რაღაც
ის მოთხოვნებაც გაქვს რა და ჩემ ერთ-ერთ პირველ ჯგუფს ერქვა Distortion. Distortion პირდაპირ. რაღაც ინტერვიუში ბაზირობს ბაზირობს ისა რა ქვია Green-ში რომ ყველაზე ანუ ჰონორარი ყველაზე კაი რა არისო თუ რაღაცა როგორი არისო და აი ესეთიო რა ურშაბაც პარასკევს რო აიღებ და ურშაბაც აღარ გაქვან ისე რომ გაფრთხილო. კი, იმას დილას აქვს რა ქვია. დილას აღებული თეთრიც აღარ დარჩეს ღამე. ხო, ეგ მაგარია, ეგრევე ცხოვრობდი ძალიან ბევრი წელი. ეხლა ნუ თლა დანაზოგი არა, მაგრამ ნუ უფრო დიდხანს ძლებს რა. თან ჰონორარებიც უფრო სხვა არის ხა. კი. იცი რა მაინტერესებს Bedford-ზე? გქონდა რამე აი ესეთი ერთი მომენტი, რომ მიხვდი, რომ დიდი ბენდი ხართ. ერთი მომენტი არა, უფრო ნელა მოხდა ხო? ანუ ერთი რაღაც სურპრიზი არ ქონია? აი, ყველაზე პატარა ბარშიც კი რო სავსე ხდება, ეგ რეალურად იმასთან შედარებით რომ იქამდე სულ 3 ან 5 ადამიანი აი, რამდენი ხანი დაგჭირდათ მაგის? ალბათ რამდენიმე თვე. მაგრამ მე ვამბობ რომ ამ პატარა ბარში სადაც უკრავ, ეს რო სავსეა და ხალხი რო თვე. არა, ამ ბარს მგონია რომ შეავსებს ნებისმიერი არტისტი, ვინც აი მიაწვება რა, რომ ერთი ცოტა მსმენელიც გაიზარდა და მაგით ჩემთვის იყო შოკი, იმიტომ რომ მე პირველად თქვენ ან მოგისმინეთ რაოდენობა გაიზარდა რა მსმენელი როკვაზე. ზოგადად კი, როკვაზე ხო? გავგი, მე და გოგავიჟე, და მეთქი რა ხდებათო? 5000 კაცი ერთხმად ღერო და ამათ სიმღერებს. მეთქი რა ხო. ანუ ეგ კარგი თქვი, რეალურად ეგ ყველაზე განსაზღვრელი იყო, როცა გესმის რომ ისინი რო უკან გიმღერიან. აი ეგენი როდის დაიწყო. აი მაგ თუ ეგეც backstage-ის ბარი იყო. ვაკის პარკში ნიაზასი იყო თუ არ ვიცი, მაგრამ ფრანგები მართავდნენ თუ რაღაც ეგეთი და აი მან ცოტა რეგულარები ვიყავით რა. და რაღაც მომაჯნო ერთ კვირაზე არ იქნება მეორეზე და მესამეზე სადღაც უკვე მღეროდნენ და აი მაგ დროს ხიბლი და პირველი გაიზარდა. დიდი რა სად იყო კონცერტი, სადაც მასა მოვიდა ანუ მსმენელის. ალბათ open air-ი? open air-ზე ისედაც არის ხალხი თქვათ რა. open air-ზე ხო, ან ჩვენს გამო არ მოსულა ხო და ეგეთი სად იყო პირველი მონოჰოლი როდის ქონდა? პირველი მონოჰოლი ქონდა ალბათ პანდემიის შემდგომ. და სამსე იყო? სავსე იყო კი. მე იცი რაზე გამოვშტერდი, ან პირველად ჩემახმა ჩვენ დროინდელ კონცერტებზე რო რაღაც კანტაკუნდათ 100 კაცი იყო, 200 კაცი იყო და სადღაც 2016-17 წლის ბოლო არის და კაიაკატას კონცერტი იყო მტკვარზე. და ნუ იქამდე არ ვიყავი მიჩეული რა, რომ აი გიჟება და რიგი, ანუ შიგნით გადაწერილი ჰაერი არ იყო ხალხი რომ მოძრაობდა და გარეთ რო გამოვედი, ძალიან გრძელი რიგი, ანუ აი ბლომად რა, ერთი 1000 კაცი ვეტევა, ერთი ნახევარი მინიმუმ გარეთ იდგა კიდე და მაშინ ძალიან შოკი იყო, რომ ანუ რომელიმე ჯგუფ შეიძლება და მე ხო გავქრი ამ რეალობიდან და მე შენ მიყვებოდი, რომ ანუ რეალურად ბევრი ბენდი გახდა, ბევრი ბენდი გაეძრო, ვისაც აი ის ყავს რა არმია მსმენელების და გაიზარდა სმენის კულტურაც ალბათ. და ნუ რაოდენობა მოიმატა, ვისაც ესეთი მუსიკა მოწონს. აუ ერთი რაღაცა უნდა გითხრა რა. პატარა ბარს ყველაფერში აქვს. რო გითხარი, როკვაზე მოგისმინეთ ხო პირველად ეგრე არ იყო რა. open air-ის ტერიტორიაზე, ოღონდ open air-ი არ იყო. რაღაცა კონცერტი იყო, სცენა პირიქით იყო. ლისის ხო? ხო. კი. და მე და კოკა ვიყავით და კოკა მითხრა რომ ნახეო კაი ბენდია და მეთქი თუ ჩემი ძა מחარ თუ სეირნობით პროს ანუ არც მომისმენია მეთქი რა ის Bedford Falls-ი ხარ უბერო. ხო და მე აი ის backstage-დან რომ მოგისმინეთ, ჩემთვის იყო ანუ ხო ხდება ხა მე როგორც მუსიკოსი I fell in love. იმიტომ რომ ბიჭო იმის გარდა ნუ ის იმას მოქმედა რომ ხალხი რაღაც, მაგრამ რო გიყურებდით როგორ მუშაობთ სცენაზე. მიგროს რომ ეთყობოდა რომ მაგარი მთვრალი, მაგრამ ძალიან მაგრა რო აი ხალხი ერთი არაცდენია, ანუ აი რაღაცა იმით სავით უკრავდა რა ქვია. გემივით მიდიოდა რა. მერცივით უკრავდა. ხო და მე მახსოვს დაჟე შენი შტაბიშტილების ქვეშ იყო რომ მომიყევი ეგ. ალბათ ხო. შესიხიდან რომ მირეკავდი? არა, რომ გამოვედი. გარეთ მიყვებოდი რომ ანუ მაგაზე გავოცდიო, ხო, რომ რაღაცა ეგეთი ბენდი გაეძრო, რომ საათივიდან და თან რომ აი რაღაცა ამდენი მსმენელი და ტექსტის ცოდნით და მთელი ამბავი. აი ძალიან კარგი ფესტივალი იყო ისე ჯამში. ეგ როყვაზებას რო? ეგ როკვა ძალიან კარგი. მე არ ვარ როყვაზე, როკა იქ როკვა სამწუხაროდ მე ანუ ყველანაირად შეზღუდოს როგორც თავრობამ ისე თან პანდემიის. აი გახსოვს რაღაც მომენტში ხსნიდნენ რომ შეიძლება ფესტივალი და მე ეგრე დაუკეტეს რაღაც ეგეთი. მე ხო მე უკვე ის ტრაგედია. მაგრამ მე გარეთ რო ვიყავი, ერთი წელი კიდე იყო, უბრალოდ მე ვერ მოვახერხი ასლა. მე მგონი შენ ვიღაც გუგასთან ვიღაცებთან რაჭაშიც ვიყავ. ერთხელ ვიყავი. აი ეგ წელი ეგ არის რეალურად. ეგ იყო. ეგ იყო ბოლო ხო, მე ვეღარ მოახერხეს ხო? მოახერხეს რა გარემო ფაქტორებმა, იმე ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩაშლილიყო ეგ ამბავი.
რა საყვალობა. ხო. რეალურად პირველი თაობის იმინაროქსთარები არიან ესენი, ვისაც დიდი პუბლიკა გაიძრო. ანუ ვაფშე პირველი ეგეთი, ოღონდ უფრო underground-ს გულისხმობ იყო კაიაკატა, მაგრამ ჩვენ ჟანში უფრო გიტარნი პონჩი ეგეთი ტიპები არ იყვნენ და ესენი გამოჩნდნენ რა. იმიტომ რომ ჩვენ დროს უბრალოდ ანუ არ არსებობდა პუბლიკა რა. ეს მოწონს რა. თან დავდიოდით და იმაშვებოდით რა ქვია, ანუ ჩვენ ვაკრავდით აფიშებს რა. ის ყველაფერს იმ დღეს მომივიდა იდეა რამე პროექტი შეიძლება თუ მოუხდა ხო არ გავაკეთო ეგეთი რაღაცა რომ აი 2003 წელს როგორც გააკეთებდი კონცერტს რომ აფიშები რო გააკრა ანუ ივენთი რო არ დადო რა პროსტა აი აფიშები და დისკები გაყიდო და ბიჭო რატომ მომივიდა ბანერებზე შეიძლება რეკლამაში ხო არის ქუჩაში ბოლოს როდის ისეინი გუშინ გავიარე მელიქიშვილიდან რუსთაველამდე და სულ რაღაცა კონცერტები აფიშები ეგენი სულ გაკროლია მაგრამ არასდროს არ ვიცი რამდენად შემიხედა სულ ვიღაცა თურქის საქსოფონისტი არის ხოლმე და ეგ ხო მაგრამ რაღაც დიდი ბენდები რო ჩამოდენ მეტროში დიდი აბრებიც არის ხოლმე იქ რო ბილბორდები კი ნუ ის დიდი ბენდი ის არის ხო კაი დიდი ბენდი ეგ ყოველთვის გინდა და ალბომი გამოდის ვიღაცები ხო ალაგალაგ ოპენერს არ გულისხმობ ვიღაცები ტიპები მიდიმოდიან ალაგალაგ ოპენერს ჩვენ რო თინეიჯერები ვიყავით, იყვნენ პანკები, ჰიპები და მეტალისტები, მეტალჰედები, რეპერები ნუ რეპერები ჩვენები არის, ანუ მეგეონები რა რაღაცა იყო ხო უკვე. ანუ ერთი კოლგის ქვეშ ვიყავით, ეს სამი სასწავი. ჩვენ ვიყავით პანკ, შენს პანკი იყავი? ბიჭო, პანკი ვიყავი, მაგრამ მეტალ ბენდში უკრავდი. ვაუ, ეგ არ ვიცოდი ბახალ, რა ზოგადად. Last Supper. Last Supper, კაი სახელია. ხო და ის იყო ბენდი იყო, ბეკამოლაშვილი შენიცი ალბათ არიცი. და ხო, კაი მუსიკოსები იყვნენ საკმაოდ ნიკა დავითაშვილი და ნო კუბარდია ბას. და რამდენი ხანი ყავე? ყავი 1-2 წელი? არ ვიცი, არ მახსოვს. აი შენამდე ხდება? სანამ მე და შენ დავეჯახე, თუ მაგ სანამ პერიოდში დავოჯახდებოდეს კი. დავეჯახე. ანუ ვიცნობდი, მაგრამ ესე ძალიან მეგობრები არ ვიყავით. ანუ უკვე ვიცნობდით, ეს უკვე გავლილი იყო იროკეზის ამბავი. იროკეზის. იცი? არ როგორ გავსვა ხა მედი მოხაკიდე. ბიჭო რაღაც მარგარიტაზე ეს მოვიდა, პატარები ვარ ძალიან ალბათ 15 წლის თუ რაღაცა. და ეს მოდის. და ეს მოდის ეს დალადონიანი მოდიან, რაღაც ძალიან საყვარლები იყვნენ თან ლამაზი ქეირა ბავშვები და მე და ჩემი აი ვაშლი ჯუს გენგი ვიყავით და მოდიან და ჩვენ ლუცავთ უკვე ცოტა გაფუჭებული ვართ. ესენი ძალიან პუდელურად გამოიყურებენ, მაგრამ ნუ აი ძალიან ეს საყვარლო მოდიან და ლუდიო დაგვისხია იროკეზი უნდა გავიკეთოთ. ვაი, გაიგეთოთ მე გაიწეპა ხო? აურა საყვარლობა. თუმცა ხო და ჩვენ მაგარი ისეთი საყვარელი სედ პანკობა ქონდა, იმიტომ რომ ანუ თმის საღებავი არ არსებობდა. წარმოიდგინე თმას ვიღებავდი მარკერით, ესე ვიდექ სარკესთან და წითელი მარკერი. და უბანში როგორ ხვდებოდნენ ამას? ბიჭო, საკმაოდ აგრესიულ. საკმაოდ აგრესიულია, ჯერა ხო? ბიჭო, ძალიან ის იყო რა, ძალიან იმით თავგადასავალი იყო, ნებისმიერი გარეთ გასვლა რა. შე რა გაქვს დამთავრება? თეატრალურს, ანიმაციის ის. მართლა. ანიმაციის რეჟისურა, ანიმაციის ისა. ეგ სკოლა ყვა? თან თეატრალურის ბაზაზე? Welcome to Jurassic Park. და ნუ მყავდა ძალიან კარგი. ჩვენ რეალ ბედფორდ მან დავიწყეთ. მაგ ყველა მასწავლობდა? ყველა, აი ახლა უკვე მხოლოდ 2, მაგრამ მაშინ 3 ვინც ვიყავით ბედფორდში, მან აი რა სიგიჟია მეორე კორპუსში იქ? მეორე კორპუსში ხო. კიდე ტიპი ყავდათ რომელიც წავიდა. რომელიც ცალკე არის ქვემეხი ის. ოკეი. რა საყვარლობა. კი, ანუ მან თან თეატრალურში არ ვიცი თუ სწავლია ვინმეს, ყველა მიცის რაც ხდება ხო და. ნუ მე ხო ბავშვობა როდის იყო. და გწვენოდეთ რომ სტუდენტებს ხსნით თქვენ სასწავლებლად, იმიტომ რომ უნდა გწვენოდეთ რომ არ ასწავლით ამ ბავშვებს, მაგრამ მაინც მაგარი იყო. რეალურად ძალიან ბევრი დრო გქონდა და არანაირი წნეხი არ იყო სწავლის თვალსაზრისით და ამიტომ ბენდის გაკეთება მარტივი იყო. ვითარება არ იყო ეგეთი და აი რაღაცა ეს ჯგუფება დაპირისპირებულები არ იყვნენ და ეხლა ნუ როგორც კი ეგ მოხდა, უცბად გამოჩნდა რომ თურმე სახელმწიფოსგან დანიშნული ტიპები, ვინც არიან ის რექტორი და ვიღაცები, რავი, მე ვაფშე უბრალოდ ბოლომდე იმაშვებიან. მე რო ჩავაბარე, მე უმნებოდნენ რომ ამ წამს გათავისუფლდნენ მიშიზმისგან თუ რაღაცა. ანუ ხო ხტები ოცნება ახალი მოსული. მიშიზმი დაამარცხა. ხო, ანუ ის ვიღაცა დაგვინიშნეს და რაღაცა. ეს რა ხდება, რა სათვალეებს კიდე რა ბახალ სათვალეა და ჩემზე არ მუშაობს. პლუსი არის ბახალ? მინუს, პლუსია კი. მინუს 1 ვარ. მე სულ მეგონა ბავშვები, მე მაქვს -4 და რაღაცა. და სულ მეგონა რომ ესე ამიხსნა ვიღაცამ ბავშვობაში რომ მინუსი, ანუ ნულამდეა და პლუსი ორივე მექნება. მე ხა დამეწყო პლუსიც დამეწყო და ვაფშე ვეღარ ხედავ. ხო, ანუ რეალურად მინუსიც მექნება და პლუსიც. არა ჯერ, მაგრამ ნუ
ესე ახლა ტელეფონში ხედავ. რა დღეები არის, როცა ტელეფონში ხედავ? ტელეფონში ხედავ. მე ძა შენ მინუსი ხარ. -4 ვარ, მაგრამ ანუ მაგას გეუბნები რომ როცა მივალ ალბათ არ ვიცი 50 წლის ასაკამდე ორივე მექნება. ლენონი მინუსი იყო თუ პლუსი? არ ვიცი სხვათა შორის. მინუსი ალბათ ეს ნიშნავს სულ რაც გიგეთია არა, იმას ან შეიძლება ასტიგმატიზაცია სკელის შუშები არის, უცნაური შუშები. რაღაცა 6 ქონდა თუ რა. ხო, შეიძლება. და ის ხო არის ძალიან ცნობილი. სხვადასხვა რა ქვია. მაკარტნი რასაც ხოვა ის ცნობილი სტორი რო არის, რომ ანუ ერთად დადიოდნენ ხოლმე მაკარტნის სახლში სიმღერების საწერად, რაღაც 16 წლისების რო არიან და რაღაც მომენტში ლენონი სახლში მერე შეერნო და სათვალის არ იკეთებდა, იმიტომ რომ უწყდებოდა აი ქუჩურ პონჩი, რომ აჩკარი კი არ დამიძახოს ვიმემ და რაღაც მომენტში მეორე დღეს რომ მივიდა მაკარტნისთან ეუბნება რომ შენი მეზობლები ძალიან უცნაური ხალხი არის, იმიტომ რომ წინა ღამეს გავედიო და გარეთ ხედან და იმას ანთებულში გარეთ პოკერს თამაშობენო რა. და ეხა დღესაც რომ გამოვიარე ისევ პოკერს თამაშობდნენ და აღმოჩნდა რომ მეზობელს ჰქონდა ის შობის სცენა საშობაო დამდგარი ანუ ჩვილი იესო და ეს იმდენად ბრუტიანი იყო ამას ეგონა რომ ხალხი იჯდა და პოკერს თამაშობდა ხო აუ ბიჭო ნახე ის არას ფიქრობ ახალ ფილმზე არ ნახე რა სახიობების ანაუნსმენტი რო იყო yeah Beetle Talk ეს მემია ბიჭო რეალურად ყველაფერი ვიცოდით მაინც ინტერნეტმა ძალიან გააშკარა. ყველა საყოველთაო არის რომ რინგომ თვითონ დაწერა. ანუ ეს არ უნდა announcement-ი არ უნდა ყოფილიყო და Twitter-ზე დაწერა რომ ეს ითამაშე ბერი კიგენი ითამაშე chess roll. ხო და ეგ ის შეზავება როგორ მოგეწონათ მაკასთის. იცი რა ალბათ რაღაცას იზავენ რა. ეხლა ეს არის რაღაც ამოღებული კონტექსტიდან სურათები და ტიპები. დაუგრიმავი და დაუგრიმავი. პოლ მესკალი რამდენად გავს პოლ მაკარტნის არ ვიცი ოღონდ. მართლა? აი ყველა არ ვიცი ვინ არის. აი პოლ მესკალს პროსტა აი იმენა სხვანაირი ხო აზი არა. ტიმოთი შალამესაც ჰქონდა ის პროსთეტიკა. ხო, მაგრამ შალამე ეგ ტიპი არის. შალამე ვიზებოთ. ის იყო რა. დილანი იყო. დილანი იყო. უი ნახე ეგ ხო. რომელიც ნუ ბიოპიკი არის. მე მეზიზღება ბიოპიკები. მე ჯონი კეში. ჯონი კეში იყო OG, ან მაგდროს არ იყო ეგეთი. მე არ მინახავს ალბათ. ხოაკინ ფინიქსით. არ მინახავს. იცი რომ მაგფილმის 2004 რაღაც საქართველოში ცხოვრობს. არ არსებობს მაშინ. ეს ფაქტოიდი თითქოს იქამდეც მითხარი თუ რაღაც. რატო? რა ხდება? ანუ ჰოლივუდ რეჟისორია ერთი, რომელიც აქ ცხოვრობს. რეჟისორი კი არა, ოპერატორი რა, რომელიც აქ ცხოვრობს. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული. დილანიც მაგან გადაიღო. ამ ჯეიმს მანგოლთან ერთად? რა მაგარია? ლიკას დედის მეგობრის ქმარი. ლიკას დედის მეგობრის ქმარი არის? ანუ ქართველი ყავს ცოლო და აქ ცხოვრობს, ძალიან მაგარია. ვიზობას რომ? ფედონა. ქართველების კიდევ ერთი გამარჯვება. ფედონა Walk hard. Walk hard. არა, ეგ სხვა არის. Walk hard. ბიოპიკებს რა შეხება, ხო, ანუ გამოვიდა ჯონი კეშის ფილმი და სადაც 2 წელიწადში გამოვიდა აი იმ ფილმის ფორმულის პაროდია რა. აი 40-იანებში იბადება, ძმა რო უკდება, ხდება როკ-ენ-როლი, ცოლს ღალატობს და აი ეგ ფორმულა იმ პაროდიაში დაჟე უფრო მუშაობს ვიდრე აი ფრედი მერკურის ფილმში რა. რო აი ვიღაცა რო კართა აი ნიკაზე რო გადავიღოთ ფილმი და ნიკას აქვს დიდი კონცერტი, ყველაზე ლეგენდარული კონცერტი და სანამ ნიკას სცენაზე ავა, უნდა დაფიქრდეს მთელ თავის ცხოვრებაზე და ფლეშბექში უნდა გავიგოთ მამაზე, უნდა გავიგოთ ამაზე, იმაზე, ახლა რო გაიცნო ეს რო გააკეთა სანამ რო ავა ამ სცენაზე. და მაგარი სიუჟეტი გამოგვივიდა, ხო? ნუ აი ესეთი რაღაც იმაზე მუშაობ ადამიანის. არ მუშაობ, ბიოგრაფიული ფილმები ჩემთვის არასდროს მუშაობდა. ხო და ფედონა მითხრა რომ ძალიან გაბრაზდა Walk the Line-ის რეჟისორიო, რომ გადაიღეს Walk Hard. ალბათ კი, მეც მეწყინება. სერიოზულად? რო რამე ხვდები, იმიტომ რომ ფაქტობრივად ანუ სრულიად აკნინებს იმას. მარა. ალბათ არ ვიცი, ალბათ ეხლა უფრო სხვა დამოკიდებულება ექნება იმის გამო, რომ რაც გადაიღო ეგ ჟანრი, რაც შტაბერა, რომლითაც აი ტვინი წაიღეს ყოველ წელს გამოდის, ნინა სიმონი, ბობ მარლი, ბობ დილანი, არ ვიცი კიდე რა იყო. ძირითადად ძალიან ცუდები. ყველა ძალიან ცუდია. ალტონ ჯონს ძალიან ცუდი. მეც არ მომწონებია არც ერთი, მაგალითად, მაგრამ ნუ ის დოკუმენტი ან მოკუმენტი ქვია, დოკუმენტური არის, თქვათ, ბევრი ტიპი გავიგე დოკუმენტური ფილმით უკვე სიკვდილის მერე. თქვათ, ემი ვაინჰაუს მანამდე არ ვიყავ მის მერე და მე პროსტა იმდენად მე სიმპათიურა, რომ ნუ დაჟე შემიყვარდა რამოდენიმე ტრეკი, ან მაგის ბიოგრაფიის მერე რა და ეგ ხო კაია. დოკუმენტური კაგია. შენი ჯგუფელი ზიავა. არა. ვიდექით ლონდონში, კამდენი არის ტუბანი და გავართ რა და ემი ვაინჰაუსი არის და ტიპმა ცოცხალი იყო ხო და მივიდა და
მე ანუ მაგრამ ეკიდა მაშინ ანუ ეს სპონსორი არც ვიცოდი რა არ მევასებოდა მივიდა და შეიძლება ლოყაზე გაკოცო და რაღაცნაირად აუ კაი რა აუ ემი ვაინჰაუსის ყველა ვიდეო არის გულისმკვლელი მე იმინა მწვავს მართლა ისეთი საყვარელი არის და რაღაცა არ ვიცი ხო ეგ რაღაცნაირად ტრაგიკული ძალიან ტრაგიკული არის მაგრამ აი ისეთი ენერგია მოაქვს და შენ რეალურად უნდა მოგწონდეს ხო ეგეთი მუსიკა ანუ იმიტომ რომ რაღაც აი throwback early 60s აი ნუ ეხა უფრო რაღაც არაფერი და ჩემინებით არაზოს არ ჩავრთავ რა მაგრამ ნუ რაღაც მეტი სიმპათია გაქვს ეხა უფრო რატგან მოგდა არა მე მონერო მოკლედ არ ვატრაკებ რა მე ძალიან მიღიტინებს გულზე არ ვიცი ყველა დაჟე ის Valerie აი ეგეთი სიმღერის cover-ი რო აქვს აი ძალიან კარგი სიმღერებია ძალიან საყვარელი და საოცარი ხმა მე ფეხებზე მგიდია ხოლმე ძირითადად მაგრამ აი ამ გოგოს სული ქონდა ისეთი და ძალიან და ხო ნუ ნებისმიერ ვარიანტში ეგ ცოტა არტისტს რაღაცას უშვება ტრაგიკული დასასრული ან მოსწრებული სიცოცხლე ან რაღაც ეგეთი აბსოლუტურად სვლის საზოგადოების დამოკიდებულებას მე მოვესწარი ანუ მაგ დროს ცხოვრობდი იქ და ვნახე რა ანუ დედასპიცა ვარ აი რა ვიცი სრული პასუხისგებლობა შემიძლია ვთქვა რომ პრესამ მოკლა ემი ვაინჰაუსზე ამბობ ემი ვაინჰაუსის სახლთან იყო რამოდენიმე ასეული ადამიანი 24 საათი და ესეც აი თამაშობდა კაროჩე მაგას რა ხანს უნდა ხდებოდა ხაისა და შეჩემო მაგრამ თვითონ ეხა ეს რის გამოც დაიწყო და დაჭდა და ხო მაგრამ ანუ იმი კლოუნი ნაციის ჯამბაზი ხო ეგ მაგით ერთობოდა მთელი ნაცია რა და აი როგორი მთვალი და ნუ ხო რა თქმა უნდა დამოკიდებული ადამიანი იყო და რაღაცა შობლებთანაც რაღაც არის ხო? არ მახსოვს. შობლებთან არ მახსოვს, მაგრამ მთელი სიმძაფრე იმაში იყო, რომ ვიღაცა ყლეობა გადაეყარა ცხოვრებაში, რომელსაც შეეთხლიშა და მერე რომ რაღაცა დრო ერთხელ დაშორდნენ და ის რომ მერე რაღაცნაირად მოიხოდა და პოპულარული გახდა, ის უკან შეეკვეტა, როცა გააჯმევინა თავის დროს და ეს სულ შეთხლეშილი იყო და ემოციურად განადგურდა რა. ემი ვაინჰაუსმა თავი მოიკლა თუ ოვერდოზით მოკლა? ოვერდოზით მე მგონი, ხო? ხო. და ეგეთივე აი ძალიან ტრაგიკული სიკვდილი არის ჩემთვის იმის Elvis Presley-ის სიკვდილი. Elvis Presley-ის კი. აი Polo Unchanged Love თუ რაღაც song ქვია. ის ვიდეო გააქვს და ნახე გამოფიტულია, მაგრამ მაინც ეგ ხო დამოკიდებული იყო პუბლიკაზე თუ რაღაცა მაგაზე რა. და ეს გამოფიტული ძროხის სახიანი უსაყვარლესი ამხელა და სუსველი და მაინც ბოლო ემოციით რომ ღერის ეგ რა სიგიჟე არის. ეგ ვიდეო იყო ერთ-ერთი ბოლო. ანუ რამოდენიმე დღეში. ხო, ბოლო ჩაწერილი პერფორმანსია. და ტიპი ნახე არა ეს რაკენის მაკარტნის სიკვდილი არის ეგ ვიდეო მართლა მაგ უყურებ ტიპი როგორ კვდება და მაინც ბოლო თავის იმას რო დებს რა აი რავი ნუ ავად იყო რა თან მართლა ავად იყო კი და რეალურად ყველას ექსპლუატაციის ის იყო მსხვერპლი მაკარტნი რო ყვება მე მგონი ელვისზე ყვება რა yesterday-ო ბევრმა დააკავერა და ხო არის I said something wrong და იქ I must have said something wrong ანუ არ ვიციო რა ვთქვიო ხო ანუ ამერიკელებს და Frank Sinatra და სხვები ყველანი I said something wrong მე რაღაც არასწორი ვთქვი მაგრამ ისინი ყოველთვის I must have said ეთყობა რაღაც არასწორი ვთქვი დანაშაულს რო არ აღიარებ ხო იმას ეწყინა მე არ ვიცი რა სჭირთ ხო she got her feelings hurt კი ეგ ძალიან რეტრო არის ძალიან რეტრო ამერიკული პონტი ის არ მოგწონს ხოლმე 40-იანების და 50-იანების უფრო 40-იანების ძველ ფილმებში არის ხოლმე ხშირად ადამიანი რო აღელდება რატომ ხაც გარტყამე სახეში აქ თავი ხელში აიყვანა კლაშ ქალებს კაცებს სულ უთყამენ პროსტა გამოსაფრთხე თითქოს ჩაოლებრივ რაღაცა არის რომ აუ რაღაც ძალიან ემოციური გახდი ნიკა ეხლა უნდა შემოგიტყლაშუნო snap out of it ხო აუ ხო არ ვიცი ბოდიში რა დამემართა მე მქონდა რაზეცი Mad Men გაქვს ნანახი Mad Men ძალიან კარგად იყენებს იმას რომ ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში და უყურებთ 60-იანების იმას და მე მგონი პირველი ან მეორე სერია არის რომ ბავშვები დარბიან დიდ მწვეულება არის ყველას თავისი შვილები ყავს მოყვანილი და ანუ ამ თავი პერსონაჟის ბავშვი გაირბენს რაღაც არასწორად ჭიქას აქცევს და ეს ერთ-ერთი სტუმარი შემოატრიალა აუ ხო აი ესე არ მახსოვს კარგად მაგრამ ნუ აი ეგ პოლიტკორექტულად და უცებ მამა მოვა და რა მოხდა და ესა და ის საუბო გავარკვიო ხო Frank ვინ იყო fuck Don Draper ხო მაგრამ Don Draper-ი ყველაზე კაი ტიპი რო არის, ანუ ვითომ მორალისტი რო არის. არა, როგორ არის კაი ტიპი, საშნელი კაცია, მაგრამ ხო ხდება რა, ცოლს არცემს და აი ხო ხდება. არა, რაღაც მომენტში ცემს. მე ძალიან მომწონდა, სანამ ძალიან კაი. ერთი სტორილაინი არისო იმ ქალის გასუქების.
რომლის მაგას აი ცოლის ხო ცოლის ერთი ორი სეზონი თუ სეზონი გავატარეთ და მეთქი რა ხდება მაგრამ კიდე მეორე რაც იყო ეგ რაღაც ანაქრონისტული პონტი რომ ეს რაღაც პიკნიკი აქვს მოჯახს დონ დრეიპერის დგება და ესე პროსტა პლედზე რაც ყრია ყველაფერი აი ესე გადავეს და მიდიან არაფერს არ ალაგებ იმიტომ რომ არ არსებობს ეგ ცნობიერში 60-იანების ადამიანებში ის რომ ეს უნდა ავალაგო ჩვენთან რა 2000-იანებში დავიწყეთ მაგაზე პიკნიკი ახლაც აი სადაც არ უნდა წახვიდე აი მოსაკითხ ადგილებში და ვარძიებში ტურისტულ სპოტებში ვარძიებში აქვე ტბებთან რო ადიხარ ლისის ტბაზე ხარ ნაყოფები ლისის ტბა ხო ძალიან საყვარელი გახდა ესე მოწესრიგებული რაღაცნაირი და უკან ხო პატარა ისა გამწვან ტყესა რა აი ტყეში არის აპიკნიკე შესასვლელები და იქ რო შედიხარ აი ამ ულამაზი სიმწვანეში არის სულ ჩაპარკული ანუ აი ყველა ფეცრო პარკი კიდე აი ორნაბიჯი ხდება პროსტა არ ჩანს და იქ შედიან იქ რაღაცას იქ საზამთრო აი უიმწვადი რამე და ეგრევე ყრიან ხეზე ხო და წეღარობაზე რო ვდით აი ეს პატარა სხვაობა თაობებში რომ მოშნის სხვაობა არის თუნდაც უცბად ეხა აღმოვაჩინე ჩემ მეგობარი მეუბნებოდა რომ აი ხა ჯენზი თაობის ლექსიკა და უცბად ჯენზის 2 წლით ქვემოთ თაობაში უკვე სერიოზულ სხვაობა და იმ პატარას ისე ეკრინჯება შენ რომ იმ მილენიალურ ტერმინოლოგიას იყენებ კი არა რაც მესმის ხო და შენ საერთოდ აცდი მაგას ხო ამოვარდი მაგ სლენგ საერთოდ წაიკეთე ანუ მე ხო არ ხე შენ გაქვს უფრო პატარებთან რუსეთში ყველაზე პატარას ამას ვიცნობ რა და რა ვიცი მე არ ვიცი შენ ტიპ შვილები ყავს ყველაზე პატარას მე მიცნობ ხო მე ნუ შვილები ყავს რა და ამადგან იღებ პირველ რიგში მამით ესენი ხმარობენ არ არიან ეგენი გარეულები რა ძალიან თავის პონჩია კოსმო ძალიან თავის პონჩია და არა არ წერენ რაღაც სიგიჟე არა ან შეიძლება სოციალურ ქსელში არ არიან ეგრე არ არსებობს კოსმო რანაირად არის კოსმო არის ინგლისურენო რატომღაც ოღონდ რამე ის კი არა ანუ არის ინგლისურენოვანი ძირითადად სამეგობრო წრე ყავს ონლაინ ამერიკაში ტიპები მაგარი და რაღაცა კოდინგით არის გართული და ამიტომ ანუ აი ეს რაღაცა პონტი არ არის შენთან ანუ არ და ამი კიდე არის ეს არა ქვია გიტარაზე დაიწყო დაკვრა და ბენდი შეკრა და რაღაცა და ანუ ამასაც რაღაცა თავისი ბაბლი აქვს რა რაღაცა ხო მაგრამ ერთმანეთში მოშნათ არიან ერთმანეთში ესენი ხო თქო ხო და მოусმინე გეუნები არა ერთმანეთშიდან არ ხმარობენ ინგლისურად ლაპარაკობენ ერთმანეთში ხო და კაკრას მაქი ხმარება მე მაგრამ მეც ეს სლენგს რასაც ვიძახი ზირთადად ინგლისურენოვანი აი შენ ხდება რაღაცეები ჩვენ რო ლაპარაკობთ უცნაურად უხერხულად ეს გაიზარდა მაგრამ მოიცა რას გულისხმობთ ანუ აი ჩვენი სლენგი ძალიან ხშირად საერთოდ არ ვიცი ხოლმე კოკაც რო იყენებს ხოლმე ზოგჯერ ანუ არ ვიცი ან რეფერენსები არის რეფერენსი და ზოგჯერ არ ვიცი რომ რა იყო რაღაც საჩუქარს ამბობდა სხვანაირად ეგა ხო გრევი მეთქი რა გრევია რა ანუ ბევრი არის ეგეთი მაგრამ მაგას ვამბობ რომ ან ჩემზე 2 წლით უფროსით სხვა ენაზე საუბრობდა სკოლაშიც მახსოვს ეგ შენ დაყვები პატარებს უფრო ალბათ რა უცნაურად ჟღერს ეგ მე უარყოფ მაგ accusations და გიბრუნებ უკან ანუ ხო გესმის მაგათი ხო რა ხო გესმის თქო ძალიან კი მესმის მაგრამ ნუ მესმის ალბათ სოციალური ქსელების ფონზეც რაღაც ჩემი დიშვილი არის ეხლა 14 წლის აი გვერდზე რომ უჯდები მეც ინგლისურად ვესაუბრები ხო არ ვიცი მე თიკოსთან ზოგჯერ ინგლისურად ვაპარაკობ და ისიც ინგლისურად მოვაპარაკე ანუ ეგ არ არის ძალით არ ვაკეთებთ ამას რატომაც უფრო გვებუნებრივება ხო რაღაცა ფრაზებს ანუ ძალიან თულად რო უნდა თქვა ქართულად ინგლისურად ვამბობ მე მახსოვს როგორ მაღიზიანებდი ინგლისურად რო ჩამოხვედი და ინგლისურად რომ მებაზრებოდი მოკლა მინდოდა აუ გეხოცა ბრიტანული აქცენტი ქონდა კი dude ეგ შეიძლება ისეთი pretentious ყოფილიყო არა დახმონებული ვარ რომ ვიყავი იმიტომ რომ ცოტა ხნისი ჩვენი მეგობარი ჩამოვიდა ინგლისურად გველაპარაკებოდა და დანა მქონდა გაშლილი ჯიბეში რომ მეთქი ხდავარ რაი და ყველაზე მაგარი არის ტიპები რომ ლაპარაკობენ, აი უფროსებს რო ელაპარაკები ინგლისური ჟარგონებით. რომ ზუსტად იცი რომ არ ესმის რასეუნები. რატო აკეთებ? დედა ჩემი მიეჩვია მე მგონი. ასეთი არიან ბავშვები, ყოველთვის რაღაცას ეკუჩება. ხო და რაღაცნაირად მშობლისთვის უფრო მისაღები ალბათ ვიდრე გარემო, მაგრამ ის გარემოც იღებს რაღაც დროში. გარემო იღებს ხო? აი როცა არ მახსოვს როდის იყო, როცა Gen Z ტერმინი გაჩნდა საქართველოში
რა დროს იყო რუსული კანონის ამ პირველი ან მეორე დროს იყო და აუ აი მაგაზ აი ჯენზის დავიღალე ძალიან კი წარმომადგენელს მაგაზე მეტად არაფერი არ გააღიზიანებდა ვიდრე რომ ნაციონალური მოძრაობის თუ რაღაცა ოპოზიციური პარტიის წევრი მაიკით იჯდა საკრებულოში ჯენზი ეწერა და ჯენზიკებს რა და ხო ეგ დაჟე მეც ძალიან მაღაზიანია ეს ტერმინი აღარ შემიძლია მეზიზღება ამ თაობების კატეგორიზაცია წარმოდგენა არ მაქვს თქვენ რომლები ხართ ვაფშე ანუ მე და თქვენ შეიძლება ერთ თაობის იმაში ვართ მიუხედავად იმისა რომ ასაკობრივი სხვაობა არის მე შენთან საერთოდ ვერ გზნობ ასაკობრივ სხვაობას აი მას რა გეპს რა ხო და დიდი მშობა შენგან როგორ შეიძლება შენგან არის იმიტომ რომ მე ჩემზე დიდებს მე ხო ჩემზე დიდია ჩემზე პატარებთან ეგ არ მაქვს ჩემზე პატარა დიდი მნიშვნელობა აქვს ბაგაჟი რა ბაგაჟით ეს რაღაცა საერთო არ მინდა ინტელექტუალური თქვა მაგრამ საერთო ცოდნის გაზიარება მე უფრო ამარტივებს იმას ანუ სხვაობას ესე ვერ ვატყობ ანუ ცოდნა იგივე აქვს დაახლოებით რაც შენ ხო ხვდები და იმ პერიოდისაც და შენაც მოგწონს ეხანდელი თანამედროვეობაში კი არა ძველი თუნდაც რაღაცა მუსიკის ან ლიტერატურის ან კინოსი და ისედაც პირველადაც დიდი არის მე ვიტყოდი თან კიდე სხვაობა ხო იმაშიც არის შენ რამდენად იმ დრო რაღაცა იმ დროის პროდუქტად გაქცია ეხლა თქვენ არცეც არ გეტყობოთ არ ვიცი ამ ქუჩურზე ვსაუბრობ თუ რაზე ვამბობ ზუსტად არ ვიცი მაგრამ ანუ არის უფრო სერიოზულობის თუ ცოტა ესეთი საუბრის ან რაღაცა დაჭერილი პონტი ეგ აბერებს ხო რაღაცა სერიოზული ხელოვნურობა აბერებს ზოგადად და ჩვენ ისე ვართ ხა რაღაცა ბიჭები ვართ ისე ჯერჯერობით ბიჭები ვართ მომენტ მე მომენტ 25-ის ვარ ხა ისე განცდით რა მე განცდით იმ ხელა ვარ ზუსტად რამ ხელაც ვარ რამხელაც ხარ? ხო. ანუ ჩემთვის 45 წლის ადამიანი 45 წლის ვარ, ანუ რა ეგრე სხვა როგორ გძნობს 45 წელს მე არ ვიცი. მაგრამ ეგ მაკრო 45 წლის კაცო ეგრეც არ არის. ხო 25 წლის მე რო ვიყავი იგივე აღარ ვარ რა. 25 წლის აღარ ხარ, მაგრამ იგივე რაღაცები ხანდახან מחარებს და იგივენაირად გრძნობდა, აი ესე განცდით ხანდახან მავიწყდება თან როცა პატარებთან გაქვს უფრო ურთიერთობა, მავიწყდება რომ მე ცოტა ჩემ სახეზე რაღაც დარაბები ჩამოვიდა, რაღაცები შეიცვალა და შინაგანად ეგრე ვგრძნობ ბავშვად, რაღაცა 25-ად 10-ად კაი. და პროსტა სადღაც ხვდები რომ აი ადგომის დროს ცოტათი მენძრევა რაღაცა მუხლზე ანწელს რაღაცეებში ეგეთებში ვატყობ და ბავშვებით ვატყობ კიდე რომ ძალიან გავიზარდე. ბავშვები რომლებიც მახსოვს ჩემი მეგობრის შენიშულები თქვა რომ იყვნენ და უცბად შემხელებიან, მაგით ხვდები რომ ძალიან დიდი დრო გასული თორე რავი შინაგანად შენზე პატარა შეიძლება არა ეგ ნუ ხშირად მე რაც ინტერვიუებში მესმის ეგ არის ხოლმე რომ ანუ სხეულით კი მაგრამ გონებაში ან ისე მე ხა ვერ ვატყობ მაგალითად 39 წლის ასაკში სხვაობას 19 წლის გონებისგან ეხა ვერ ვატყობ არ ვიცი ბიჭო მე იცი რა დაჟე ფიზიკურად ახლა ფიზიკური გასაგებია რომ სარკეში ჩაიხედები რაღაცა ნაოჭები მაქვს თუ რაღაცა მაგრამ ეგ მაგასაც ვერ ხედავ რა მაგრამ ვერ ხედავ ანუ დიდად კიდია რა და ფიზიკურად ბევრად უკეთესად ვარ ვიდრე 25 წლის რო ვიყავი ისე რომ ეხა ვარჯიშობ და ხო რა ანუ რაღაც გერი ვარჯიშობ რაღაცა ისე ვარ რა ნუ ხო ფიზიკურადაც პრინციპში კარგად ვართ მაგრამ ისე გეუბნები ამას აქვს თავისი ეს რაღაც ხარვეზები მოაქვს რა ფიზიკური ხარვეზები ჩვენ უვლით თავს ვინც არ უვლის იმის ხო ვინც არ უვლის და ეგეც ძალიან ხშირი პრობლემა არის აქ კულტურა ჩვენ ეხა დავით ეხა იწყება ეგ იწყება შანსი არა ისეთ ტრენდში არის ყველგან რომ ჯანსაღი ყვება ჯანსაღი ვარჯიში რომ ცოტა ტვინიც შენ გაქვს ეგში შევიდაწყებული რომ სადღაც ასაკისკენ მიდიხარ რამე ფორმით აუ არა მაგრამ მე ცოტა ეგ პიროვნებაშიც არ მქონდა ხოლმე მეგობრები მყავდა ხოლმე რომლებიც ვაი მე ეხა 21 წლის ხვდები და რაღაცა freaking out აკეთებდნენ რომ ვაი მე ეხა ეს ხდება და მე ჩემთვის ჯერჯერობით ციფრები არ ვიცი მივაიქავნა აი ხა 30 მე მახსოვს 30-ის დამეწყო რომ აი 31-ისკენ გადავდივარ და უკვე 40-ისკენ ახლოს ვარ და ადრე აღვქავდი 60 წელი მეგონა რომ აი всё ნუ იმის იქით პროსტა თუ გავაგრძელე მე თქვი დამაძინეთ რა და ეხა ანუ თავს რეალურად ისე უგრძნობ რომ 60 წლისაც წესით ნორმალურ ხოძე უნდა ვიყო და თან უკვე ცოტა მენანება რომ მოგვდე მაგას რავი ეხა როგორც ვარ თუ ესე გავაგრძელებთ და კრიზისები მქონა მე 30 წლის ასაკში მქონა კრიზისი ისეთი რა რომ ასაკი მემატება დამეწყო მე 40-ის დამეწყო რომ ვაიმე ეხა უკვე ისეთში შევდივარ სადაც საინტერესო შეიძლება ნაკლებად ვიყო ფიზიკურად შენ შეჩემ 40 წელს შეხვდი ციხეში და აბა რა იქნებოდა მაგრამ მე რეალურად თავის მიხედვა ფიზიკურად კარგად ყოფნა ფიზიკურ ფორმაში ყოფნა სადღაც ეგ თავდაჯერება მომცა რომ 60 წლისაც თუ მივხედავ თავს ფიზიკურად კი ვაფშე და მიგ ჯაგერი და მე ყველა სხვა მაგალითები
მაგრამ მე მქონდა 30 წლამდე ლენი კრავიცი კიდე. ლენი კრავიცი შიში არა რაღაცა იყო ჩვენ რადგანაც ვართ მიჩვეულები ამ წარმატების ისტორიებს თან განსაკუთრებით 60-იანების ტიპებზე და უცებ რო იაზრებ რომ ეს ტიპი 23 წლის არის და მთელი სამყარო ფეხქვე შევლება აი ეგ გააქვს რომ აი ticking clock არის რომ 30 წლამდე რაღაც არის მოსასწრები რაც აბსოლუტურად არასწორი არის ძალიან არასწორია ეგ ერთი და გააქვს შენ აი ეს გააქვს მოლოდინი რომ worldwide famous გახდები აუ არ ვიცი არა მაგას მე ყოველთვის ეგ რაც დასაწყისში ვთქვი არის რომ სულ ეგ მინდოდა რომ მეთქი აი თავი ვირჩინო ამით და ეგ ჩემთვის worldwide famous-ობა არის მაგრამ ეგ ამბიცია ვინმეს უკვდება შენ ანუ შენ რაღაცას ანუ მაგაზე არ ინერვიულო დარწმუნებული ვარ რომ ეგ ეგრე არ ინერვიულო კი არა და ნუ ეგ ეგრე იქნება შენ შემთხვევაში რა არ მოგიწევს სხვა რამის კეთება მაგრამ მე მგონი ეგ კი მაგრამ აი ეგ world famous-ობაზე მე მგონია რომ მაგის ამბიციას ეს სულ რო 65 წლის ვიყო მაინც დავიჯერებ რომ სამყაროს შეცვლა შემელია აი რაღაცა დელუზია აქვს ეს ხელოვანებს ბიჭო მე რეალურად ხო ის არის რომ რა ჯერა ხო შენ არ გაქვს მაგის მაგის ანუ თვითონ მოთხოვნილებაც აღარ მაქვს მაგისი რომ აი რაღაცა ეგეთი მასშტაბ აი მაგ მასშტაბში მოხდე რა ხო და თვითონ რეალურ სამყაროში კი არ ვიძახი აი რაღაც მამოძრავებელ ძალად რომ აი ხო და აღარ მაქვს რაღაცნაირად მეც აღარ მაქვს იცი როგორ ჯანდაბა ინტერნეტ ხა რეალიზაცია მქონდა ლაივში ესე იგი მეც ანუ ეს არ გაკაჩავს დამშვიდებული ანუ ეგ მეგონა ხო ახლა რაღაცა რომ აუ ლუზერი და რამე და ეხა იმდენად დამშვიდებული ვარ რამოდენიმე თვის წინ რაღაც ჟურნალი დამიკავშირდა და ესეთი რუბრიკა გვაქვს რა მე რომ შემეძლოს და 3 წერტილი და 10 რაღაცა რომ ჩამოწერო რა და ვერ გავაკეთე ანუ ვერ ჩამოწერე 10 რაღაც ანუ არ რო შემეძლოს რა აღარ გინდეს არაფერი აღარ გჭირდებოდა ანუ აღარ უცნებობ ის არა რავი ხო ანუ ოცნებაში ცხოვრობში ჩემ ანუ მე ანუ რასაც უცნებობდი სადღაც იქით იარე და რაღაცებს შეეხედა და გავაკეთე Valerie მეც ანუ არ ვიცი ხო შეიძლება რაღაცა არ ვიცი რაღაც შეიძლება ქვეცნობიერ დონეზე იყოს რომ აი რაღაც იმ მასშტაბში მაგრა გაასწორებდა მაგრამ ნუ ანუ უფრო ის გავხდი ადეკვატური და ვხვდები რომ რამდენად რეალური არის და ცოტა ჩააქრო მაგრამ რეალურობის განცდამ ისქნა რა ბიჭო ანუ შიშია დრისი რო რაღაცა იმედი კონდეს და არ განხორციელდეს არა ეგიც აღარ არის უკვე просто ცოტა მკიდია ხო მაგრამ მაგიტო ხო არ კიდია რომ არა რეალურად ხო რომ არა რეალურად მიგაჩნია შეიძლება ეგ აღარ ჩავსულა მაგას იმიტომ რომ მე რო ვიყავი 24-25 წლის იმედი და სურვილი კი არა 1,000,000% დარწმუნებული ვიყავი რომ აი მეგასტარი ვიქნები კი მეც ანუ 25-ზე არა ხო მაგას ხო ამბობდი შენს გამიგია რომ ამბობ მაგას რომ აი 5 წლისას უკვე გონია რომ ხო არ პატარა რო ვიყავი იმენა ვარ და ის ხვები უნდა დაეწიონ ამ გააზრებას რომ ჯერ ვერ ხვდება ეს სამყარო რამდენად მაგარი ვარ. იცი რა ჩვენ რო შეიძლება სხვა უფრო დიდ მასშტაბში გვეცხოვრა ამ დიდ ქალაქში ან რაღაცა ქვეყანაში უფრო მეტად გქონოდა ეგ და ეხა ამ ჩვენ რეალობაში გვინდა არ გვინდა ეხა რაღაცნაირად ვართ კარგ ფორმაში ვართ სულ ფორმაში არ ვართ ხო ცნობიერად და შედარებითობაში ჯერ ანუ სრულად ესეთი ხო არ არის ჩვენი გარემო და ამიტომ არ გვაწუხებს ეგ თორე ვიღაცა შენზე განვითარებული ადამიანები რო მოგინდება რომ დაეწიო როგორც მინიმუმ გაასწრო დაეწიო მაინც და ამიტომ ამ მასშტაბში ეს საკმარისად აღიქვავს ალბათ ისიც რა ქვია რაღაცა ჩვენი ეგოც და ჭო მე თან რაღაც დროს ხო ხვდები რომ რაღაც ანუ სად უნდა გაჩერდე რა ხო ხვდები ანუ მე მინახია და წამიკითხავს ვიღაცა როკსტარებს პონტი რომ 5000 კაციან დარბას რომ ავსებს არის უბედური იმიტომ რომ სტადიონს ვეღარ ავსებს ან ის ავსებს სტადიონს და ეს 5000 კაცს ავსებს რა ისევ დრაკონის chasing the dragon ხო ეგ ალბათ ყოველთვის ანუ სად არის მე რა ზღვარი რა აუ ერთხელ თუ ეგრე რომ მიუშვა ალბათ ანუ სტადიონი ანუ ვიღაცა შეიძლება იფიქროს რომ აი Foo Fighters-მა შეიძლება იფიქროს რომ მეტალიკასავით რატო არ ვარ კი ანუ იმ თამაშისთვის არაა გარტყმული თორე იმისთვის რომ აერტყა მე მაგრა გაუჭირდებოდა უკან ჩამოსვლა ეგ არის ხო ანუ ბევრად კინოული არის მე რაც უფრო მაღლა აფრინდები მაგიტომ სუ aware უნდა იყო აქ უნდა იყო რომ ეს არის და ეს შეიძლება 5 წუთში მორჩეს ყოფნის გარდა კი არა ვა ნახე მაგარ ანუ მადლობა რომ დამანახეთ ეს ეგ ხაშუში საკმაოდ მართლმადიდებლური ხედვაც არის რა ხო რა ანუ ეს წუთიერი იქნება თუ რაღაცა კარგი ან ცუდი იქნება გადაივლის პონტი ანუ
გეთანხმებ მაგაში, ხო? მაგრამ ერთდროულად მე მგონია რომ სერიოზული, აი ეგ დელუზია, დელუზიას ვიძახი, იმიტომ რომ შენც იცი გონებაში რომ მაგალითად რაღაც ქართველი ბიჭი დავიბადეთ რომ რაღაც ეგეთი გლობალურ სუპერსტარობა, ცოტა გამორიცხული ამბავი არის, მაგრამ ეს დელუზია რაღაც მაუძრავებელ ძალას გაძლევს. კი, არა, არის დელუზია რა, ხტები, ანუ შენ ყოველთვის მაინც იგეთკა? პროჭი ვარ. ბიჭო, იცი რა, ხა სპორტში თუ აღწევენ ეგეთ რაღაცებს, ხა მე დარწმუნებული ვარ, რომ ანუ რავი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შენ გამოგივა, შენ თუ არა, შემდეგი ბენდი ვინც იქნება Bedford Falls-ი, იმას გამოუვა 100%-ით, ვარ დარწმუნებული. ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი. ოკეი. ბიჭო, არის რაღაცა დარგები პროგრამული ნაწარმოებები. ისინი რა ქვია, მიმართულებები თქვათ რაღაცა კულტურის, სადაც რეალურად ჯერ არავინ არ გაგვარდნია. ეხლა მუსიკიდან ვინ ყავს ეგეთი, რომ დიდ მასშტაბზე გასულ? არავინ. კინოშიც ვინ ყავს ეგეთი, ნუ ერთი კაცი. აი, თქვათ კალატოზოვი იყო ეგეთი, ვინც აი სადღაც ხო. კინოში ნუ ყოლია, ძველად მეც საუკუნეში. ძალიან ცოტა. სახევებში ვინ არის? ერთი კაცი რეალურად. ეხლა ვინც ძალიან დიდ მასშტაბში მოხდა, ხო, თქვათ და არის თქო რაღაცა და სპორტში უამრავი ყავს, რომ აი ხო, მაგრამ მე რა ნინიზე, აი ეგე ძალიან კაი მაგალითია. ტიპი ესე არ გასთარდა. ანუ ტიპი მუშაობს, შარშან გააყარა რაღაცა იქ იცხოვრა ტიპმა. იმ რეალობაში იცხოვრა და ნუ პულზე ეჭირა და აყვა და ხა აქ ვარ და მე სადღაც ჰოლივუდში გავუბაზრდა. არც ეგ არის პრობლემა ვახ. შეიძლება დაგეცეს და ვიღაცამ უცბად კასტი გააკეთეს. კრისტოფ ვოლცი. ბიჭო, მაგრამ კრისტოფ ვოლცი მაინც ევროპაა. კი, მაინც ევროპაა. და მაინც გინდა არ გინდა ევროპული კინო ბევრად ლუპის ქვეშ იყო ვიდრე ქართული ევროპა. კითხო, მაგრამ უფრო ახლოს იყო თქო რა იქაურობასთან რა და ჩვენ საქართველოს თვითონ ინდუსტრიაც არ გვაქვს რომ იმათმა რაღაცებს უყურონ. წელიწადში ვიღებთ 5 კინოს და გერმანია იღებს წელიწადში. ბიჭო, არა, აი რატო, აი ნახე კრიმსი, ხო? პროსტა ნუ აი რაღაცა ვერ წავიდა საქმე, თორე ეგეთი ისტორია, ნუ რაღაცა უცებ ქართველი არტისტი გავარდა, ძალიან მაგარ ლეიბლზე. ხო რა? კრიმსთან. ხო. ძალიან მაგარ ლეიბლზე გაიჩითა და ეხლა არის პროცესში, ნუ კაცმა არ იცის, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აფეთქდება, თორე ეგეც ეხლა მაგ ავალთან რომ მოაწერა ხელი, ხო იცი, ცოტა ყველანი გამოკლევდით, რომ ვაუ. ხო და ნახე იგივე ისა რა. ჩვენ კონცერტებზე დადიოდა ყველაზე კაი პონჩი 500 ადამიანი, ოღონდ ეგ რას ნიშნავდა, იცი, რომ აი კარში სასწაული ხდებოდა რა. თქვენზე რა 10-ჯერ მეტი მოდის უკვე, ხო? 10-ჯერ მეტი რამდენი 50000? 5000? ძალიან რო გაიჭირო 5000 ხო შეიძლება არითმეტიკა იქნებოდა ამ პოდკასტში, ეგ არ გითქვამთ ჩვენთვის. კალკულატორი დამჭირდა. სივრცეში სადგა იმას ღია სივრცეებს არ ვთვლი, ის არის, ხო? ღიას თუ არ ვთვლი, მაშინ ჩათვალე რომ ფაქტობრივად 1 ხო, ანუ 1 როლა ეგეთი ადგილია, სადაც ბევრი დაიწერა. რა რაოდენობა ის? მე მგონი 3000, 4000. და თან რიგები გაქვთ. ხო. რაღაც ეგრე მახსოვს, არ ვიცი. ხო რა. ხო და ნუ ეს გეუნები რა. შედეგი არის ეგ რა, ანუ დიდი პუბლიკაა ძალიან. კი, და მსმენელები, არ ვიცი ხა იქამდე გამოცდილება მე არ მქონია, მაგრამ ანუ რა ვიცი, ეგეთი ერთგული და ინტერესით სავსე თან. მაგრამ თან როგორ თქო, ანუ მართლა უყვართ ეს მუსიკა. მე არ გულს მარტო ბედფორდის მსმენელს, ანუ ქართულ მსმენელს, ქართველი არტისტის მუსიკა რა. იქამდე ალბათ მე როცა ვიზრდებოდი, მაგალითად ეგ პონტი იყო, რომ ქართულს უსმენ რა ბანძი ხარ თუ რაღაცა. ეხა საერთოდ შეცვლილი არის ეგ. პირიქით რატო ხო რაღაცა ანუ ძირითადად ხო ბევრი ქართული სიმღერა გაქვთ თან. კი, მაგრამ მე ვამბობ რომ და მაგით ის გავზარდეთ პუბლიკა და უფრო ახლოს მოვიყვანენ სადღაც. აი ეგ კაი მომენტია მაგაზე სასაუბროთ ისე ინგლისურ ქართულ პონტებზე. ანუ ქართული მე რავი მაგაზე ნალაპარაკები ვქრო, ანუ ეგ ვინდა იწყო რეალობას ჩარგვიანმა, ალბათ. არა კაცო. არა, დადა იყო მანამდე, ძველი ხო იმ პოსტპანკი ფერიც არ ვიძახი. მე რო ცოტათი დაჟე პოპში გააზავა და ქართულად თქნა და ისეთი ფორმა მიცა რა, უფრო ადვილად მოსასმენ ჩარკვიანი იყო. ანუ ადვილ მუსიკაში რო გადმოიყვანა თქო, ეს ალტერნატიულიც და. და უფრო არტისტული იყო. აუ გოგა. ჯინსის კურტკაში მიდევს სითხე ამის, შეიძლება მაწოთა. ხო და აიცი რა, არ ვიცი, აი შენ ერთად დაიწყე ინგლისური და ქართული ტექსტების რა? არა, მე ქართულს ვერ წერდი ძალიან დიდი ხანი და რაღაც მომენტში ხონდა მიხოს ხონდა ძალიან კარგი გააზრება. აი ზუსტად მახსოვს რაზეც იყო თან, რომ თბილისობა იყო თუ რაღაც ეგეთი და ერთ-ერთი არტისტი ვინც გამოდიოდა ქართველი არტისტი უკრავდა რაღაცა უფრო მოკანტრიო მუსიკას რა. უფრო ამერიკულ კანტრეს და მიხო ხდებოდა უცებ ხდება რომ რამდენად არაადეკვატურია თბილისობა და ეს რაღაც კანტრი ნიუ მექსიკო მუსიკა რა, არაფერ შუაში არის.
და მანდ წამოვიდა ეგ რო არა მე მგონი ქართულები უნდა დავიწყოთ რეალურად მათი აზრი უფრო იყო მე მენანებოდა და მე აი რაღაცა იყო რომ აი ვერ ბედავდი ქართულზე გადასვლას მაგრამ და მე ტექსტები გამოგივიდა ეგრევე არა და ნუ ხო ხდები როგორც პირველი სიმღერა ინგლისურადაც რამდენად ცუდი გამოვა იმდენად ცუდი გამოვა ქართულად просто ქართულად უფრო ახლოს გირწყამს გულთან რომ არასწორი არის რა ზუსტად მაგრამ ნუ პრაქტიკით ყველაფერი უმჯობესდება და რომ გაიზარდა ისა პუბლიკა მომენტ ამდენ მაგას ქონდა გავლენა არ ვიცი ის ცოტა იქამდე მოხდა რეალურად ჩვენ ქონდა პანდემია წარმატებული პანდემია ქონდა იმიტომ რომ აი მართლა просто სიმღერაზე ნუ რაღაც ორი კვირის სხვაობით და ეგენი ყველაზე მეტად დროს იდებოდა და თვითონ რაღაცა შიმშილიც ხო გაიზრო მოთხოვნილება იმაზე კონცერტებზე და ყველგან სიარულს და კინოში და თიანში ხო მაგის მერე როცა დავბრუნდით მაგ დროს შეიცვალა რეალურად ეგ მომენტი არის როცა რომ აი ლისე რო თქვი კოკასთან ერთად ვიყავიო აი კონცერტი იყო იმენ პანდემიის 6 თუ რამდენი ხნის მერე შიმშილი და უცებ ამდენი ხალხი რომ მოდის და შენ სიმღერას უყვირიან თუ რაღაც ეგეთი აუთან სახში იჯდნენ და უსმენენ და ჩაუშვეს გაჯერდნენ და აუშვეს მე მახსოვს ძალიან კარგად ლოლიტების ეგ ცვლილება რა სად გარდატეხა სად მოხდა რა ანუ აი ჩოლებრივ ბენდი ვიყავით ერთ-ერთი და რაღაცა ფესტივალივით იყო ბევრი ბენდი გამოდიოდა და აკიძახე ხო და კულისებში გავართ რაღაცა ხალხი გამოაცხადებენ ბენდს ხალხი ტაშს დაუკრავს და არაფერი გამოაცხადე და უცებ Young Georgian Lolitas გამოაცხადეს იცი რა მოხდა არა ეგ იყო იმაში ადამ და ევაში იყო რაღაცა მან მაგრა არ დაიტერდა ხალხს და დედას პიცა ვარ ხოში მე ანუ აი სერიოზულად მაგარი შოკი იყო რა და იმის მერე უკვე წავიდა რომელი ადამ და ევა ის ძველი კინოსტუდიაში პავილიონი არის დღემდე რომ ადამ და ევა ეწერა ეგ დიდი კონცერტი ყოფილა ან რეალურად ქრონოლოგია მიდის ესე ხო ლოლიტები Z for Zulu შუაში მე ინკარნაცია ლოლიტები და სერგოს კი ნუ შუაში კიდე რაღაცები იყო მაგრამ ისეთი არა რომ ანუ მე მახსოვს Z for Zulu-ს არ ვიცი ან რამდენად გინდა ამაზე ლაპარაკი მაგრამ ლეგენდარული ალბომის ისა რომ აი ალბომი არის ჩაწერილი თუ რაღაც ეგეთი რომ სერიოზული პროდიუსერი არის ჩამოყვანილი ამისთვის რაღაცა და რაღაცა გარემოებები ხო რაღაცა ეს არის ქვია რა ხო ნუ ვერ გამოვეცით არ გამოვეცით ეგ მაშინ გახსოვს თუ მე ლეგენდად გახსოვს მე რომელი წელი იქნებოდა ეგ როცა ხდება 12-ში ჩავწერე ანუ ხო და აი 2 წელიწადში სადღაც ჩვენ ვიწყებთ და აი მაგ დროს ეგ გვესმის რომ პლაცებოს პროდიუსერი ხო მართლა რას იცახი პლაცებოს პროდიუსერი მართლა და არ უშვებენ ამ რატო არ უშვებენ როგორ შევწერთ იცი მე მიჩვეულო რომ ალბომზე დიდხანს მუშაობს რა ეს პროდიუსერი ჩამოვიდა 2 კვირით და ჩავწერეთ რაღაცა 11-12 სიმღერა და სიყო რა ხო მაგრამ ძალიან მაგარი იყო რა აი პირველად იყო რომ აი ნამდვილ პროდიუსერთან ერთად რომ მუშაობ და მივხვდი რა არის რა პროდიუსერი მარტო ის არ არის რომ ეს ესეთ საუნდზე იყოს და ეს ხა ბენდის ფსიქოლოგი იყო ტიპიკარში. ანუ თან ჩვენ დაძაბულობა თუ აჯგუფში იმაშვება ანეიტრალებს, იმაშვება აი ხედავ და ახალ ბენდში ეგეთებს? ეხლა თქვენ ხო ახლები იყავით, ანუ აღინიშნობდა თან რა, იმისთვის. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა რაღაცა დაძაბულობა რო იყო, უცებ ეშრებოდა იმაშუაში, იმაშუა. ანუ იმისთვის უცხო ტიპები იყავით რა, ის ხო არ იყო რომ აკვირდებოდა იქ წლები ვიღაც თავის. არა, მაგრამ ხო ხედავს ხა რა ხდება რა. ვოკალი როდის ჩაგაწერინოს, რაღაც, მაგრამ სხვა ძალიან მაგარი იყო აი პირველ დღეს რომ დრამი სად ჩავწეროთ. და პატარა ტიპი იყო, ჩვენს დიდი არ იყო ძალიან. ბიჭო თუ ეგრე გამოიყურებოდა. დიდია, ეგრე გამოიყურებოდა. გამოცდილი იყო. ათი დიდი იყო თქვა. ანუ რაღაც ეგრეა, დიდია. და ეს არა ქვია. ხო და გვაჯის სამწერეთ, ეხლა გვაჯისაც აქვს და თვითონ მაგარი დრამერია თვითონ რა. პლასებოს დრამერი რო წავიდა შეთავაზეს რომ პლასებოში დრამზე დაუკარიო და უარი მეთქი რა პონჩი უთხარი უარი თქო და ხე გიჟი ხوار ხარო ერთ ბენდზე მიბმა და მე ტური და რაღაცები აქ გზივარ ბაყუნს აკეთებს სხვადასხვა ბენდებში თან მუშაობს ხო და ჯერ ჩაწერა ბიტი იმ დიდ ოთახში მე შემოსასვლელში ჩაწერა მე თვითონ კონტროლ რუმში პროსტა ანუ ჩაწერა რომ საუნდი ემოშა მე კონტროლ რუმში ჩაწერა და მე იმ პატარა ოთახში ჩაწერა და დაჯდა ეხაო ამიქსეთო ეს ყველაფერია ზურგით დაჯდა კომპიუტერთან და ჩამირთეთო და ესე ბრმად ყურით
არჩია და პატარა ოთახში დაგვსვა. პატარაში უფრო შეყოლედა Year Blues. და სხვათა შორის როგორ გვამუშავებდა, იცი? ერთად წერდით. ანუ basic track-ი წერებოდა აუცილებლად ერთად. Some takes ვაკეთებენ, აი სამჯერ დაუკარით. არ გამოვიდა, წადით გაისერინეთ. 9 საათი წადით მე აქ რაღაც ეშვის. რა კაია. ანუ სამზე მეც არ გვაკრევინებდა, რომ რაღაცა არ ჩაიციკლო სადღაც რა. და არჩევდა, აი თან მაშინ მაგარინა რეპეტიციები ვიყავით რა. ის პონტი კი არ იყო, რომ გვეშლება და რამე რა. აი არჩევდა, აი მინა გრუვით და დუხით რა. და მაგარია. საინტერესო იქნება. მე წავედი ლონდონში მიქსინგზე. შენ ეს ალბომი ესე იგი ჩანაწერებს აიღეთ ლონდონში. აიღე ლონდონში, დანტონ საპლი იყო ესეთი ტიპი, იყო რავი, არის ალბათ. просто რატო შემოგთავაზეს არ ვიცი ეგ და ჩვენც რაღაცა ის მორისი და რაღაცა Coldplay და რაღაცეები ქონდა დამიქსული. Coldplay-ს ერთ-ერთი ალბომის პროდიუსერი იყო და ბიჭი ცოტა გაასოფტა რა ალბომი. აჰა. და არ მომეწონა ეგ. Rough mix-ები მაქვს. შენ ვერერები მაგაში. ბევრად უფრო მაგარია. ანუ თუ აძლევ შენ ვერერები რო არის. ვიყავი იქ, მაგრამ ეხა ხელს ხო არ მოუგრიხავ რა. ხვდებით ყველას აქვს თავისი ხელწერა რა და რაც არ უნდა უთხრა ეხა ყოველ თავისაშვები. დაკლიკებაზე ვერ ეტყვი. და ეს YouTube-ზე egg mix-ები დევს თუ rough mix-ები. ანუ ისინი გასოფტებული, ხო? Soft mix. Over. ხო და ჩვენ ვითომ ძალიან ორიგინალური ესეთი პონტი გვაქვს, რომ რეკომენდაციები. როგორ მოიქნება? ოღონდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მუსიკა იქნება, კინო იქნება თუ ცეკვა. უყურე რამ ეს, აი TV show-ები. TV show-ები. TV show White Lotus. არ მქონდა ნახე. მესამე არ არის. მესამე არ არის ესე. მაგრამ მე ის პირველი ორიც არ მქონდა, binge watch-ით ნახე ეგ და პირველი ორი აიმე. რა დაჟე მწყინდა რომ ჩემ გარშემო მეტად რატო არ საუბრობდნენ ამაზე, რომ უფრო წნეხი მეგზა. ადრე ძველია საკმაოდ 1-3-4 წლის და ან თავის დროზე იყო ეგ. კი. შენ გაკნახე თუ არა? ნახი მაგ და დიდად არ გიждდები. მესმის, ეგეთი obviously good არ არის შეიძლება. ხო. აი ისეთი stylized არ არის. ხო, მაგრამ რაღაც ისეთ თემებს ეხება, რაც რეალურად ხშირად არ გვხვდება. და კარგად დაწერილია, ხო? ბიჭო, ანუ ნანახი მაქვს სამივე და დიდი სიამოვნებით უყურე. ზუსტად იგივენაირად როგორც რა ქვია იმას რა მირჩიე? სამსახურში რო დადიან კაცო. Severance. ანუ Severance უყურ ბიჭო. ძალიან კარგია. მეორე სეზონი არ მინახა. არც სასწაული არის, მაგრამ ანუ სასწაული კი არა, ანუ აი ბიჭო, უფრო that good? I don't know. აი ვიზუალური ესთეტიკის ნაწილში და შეიძლება იდეის ნაწილში, მაგრამ სადღაც რაღაცა მაგრამ ეგ შედარებით სტუდიოზე გავერთე ხა მაგრამ სტუდიოს ნახვა მინდა კი თან კამეოებზე მე დამარტივად ვიკერები სკორსეზე სადმე კამეო აქვს всё ვუყურებ ხო და რა არის სტუდიაში როგანი რა იყო სეთ როგანი სეთ როგანი ხო იცი მაგის სერიალია რა სტუდიოს ჰოლივუდის სტუდიო ჰედია ვითომ დირექტორია სტუდიის და რაც მომწონა ყოველ შემთხვევაში ტრეილერში ვნახე რომ რისგან აკეთებენ ფილმს თუ სერიალს ან რაღაცა ბანძი პროდუქტისგან აი რაღაცა Play-Doh ან რაღაცა ისა მაიცა Kool-Aid Man რაღაცა მოხდა არ ვიცი როდის პოსტ-კოვიდი იყო ხალხი ვეღარ მიყავდათ მაგრამ ტრენდი იყო წელს აღარ არის შარშან წინ იყო რომ პროდუქტებზე გამოდის ფილმები გამოვიდა BlackBerry-ზე ფილმი გამოვიდა Nike-ზე Tetris-ი აუცე ფილმებს უყურებთ იმაზე რა ქვია მაღაზიის პროდუქტებზე მაგრამ McDonald's-ზე რო იყო ფილმი ნეტა ეგ ვინდა ფინანსა ხო იმიტომ რომ რეალურად ანტი McDonald's-ი ფილმი გამოვიდა ხო ანუ ვიღაცა ძმები არიან ეს ვინცაც პირველი McDonald's-ი აქვს და ვიღაცა დიდი კაპიტალისტი ვინც მოდის კი ეს Michael Keaton-ით ხო მაგრამ Michael Keaton-ს ეთყობა ეგ ევასება იმიტომ რომ Teflon-ზეც რაღაცა ფილმი ხო აქვს თუ არ ვცდები Teflon-ი კი არა რაღაც აი რასაც იყენებენ იმას შეიძლება Teflon-ის იმაში რა ქვია მაგას ტაფებში და რაღაცებში რამდენად საწამლავი არის რა მოიცა ეხა დავიბენ უცებ McDonald's-ის ფილმზე ბაზრობთ თუ არა ცალკე კიდე სხვა ფილმია და იქაც Michael Keaton-ი ის არის რაღაცა რკინები არასწორი საინტერესო ფილმია
და spotlight რა ქვია ეს რაღაც ამ კათოლიკურ ეკლესიაში ძალიან ბევრი პედოფილი მღვდლებიანი სიურპრიზი რომელი არის შენთვის უარეს ტაფაში ძალიან ბევრი არასწორი რკინა თუ ძალიან ბევრი პედოფილი მღვდელი კათოლიკურ ეკლესიაში ხედავ როგორი კითხვა და ეს შეკითხვა შენ მოგე მე გეტყვი ესეთ რაღაც მე ხა პასუხს გასცერ ორივეზე და ისქენი რა ქვია გააჩნია მე სიტუაციურად დაადეხო მე რა ნაკლებ აგრესიას გამოიწვევს და ეგეთი იმაში ამერიკაში რო გაიტყნა ერთი პერიოდი რო ვიღაც ჟურნალისტი ჩაეძია მაგ Boston Globe იყო რა ეგ არის ხო და მაიკლ კიტონზე იმიტომ გამახსენდა რომ ეგ თამაშობს მაღაზია და რო ფილმში გაასკდა და ნუ აი ძალიან დიდი რაოდენობა პედოფილიის რო მოჩქეფა იქ პედოფილიაზე გამახსენდა ჩემთვის ერთ-ერთი ახლა რატო გამახსენდა არ ვიცი კიდე ზუსტად ვიცი რატომაც გამახსენდა Young Pope არის აი ჩემპიონია ერთი პირველი სეზონი კი პირველ სეზონში სეზონში საყვარელი არის მაგიტოს კი Young Pope და არა New Pope სხვა სახელი ქვია სულ სხვა სერიალია მაგრამ მეორეც არ არის ხუდი რა მაგრამ პირველი არის მაგრამ მეორე ძალიან დამაბნია მე ანუ დამკარგა თავისი მერლი მენსონები აი ეს თან ეს ჯუდ ლო რო მოცილებულია ამ თავარ იმას მან ყველაზე მაგრამ მეცინება ეს ტიპი ვინც არის რა ხალიანი რა აუ ძალიან კაი გახსოვს რომ დადის კარდინალი ხო ბიჩან რო დადის იმ ბიჩ რა ქვია გახსოვს ევთანაზიო აუ ეგ რასი გიჟია ეგ რეალურად ანუ ის არის ინვალიდი არის ვიცი არ ვიცი არ შემიძლია არა მართლა ეგრე ვერ ითამაშებს არა ეს შეშმოთერი იყო ბავშვი ვფიქრობ როგორ უნდა მოახერხო ეგეთი სიზუსტით რას ფიქრობ მაგაზე აი ახლა ცოტა პოზიცია შეიცვალა მაგაზე აი theory of everything Stephen Hawking-ს რო თამაშობს და რაღაც მომენტში ცოტა შარჟს ან რაღაცას ემსგავსება ხოლმე ხო მაგრამ ეს მაგრამ სახეები დამავიწყდა Hawking-ს თამაშობს ანუ აი მართლა ისეთ სერიოზული კლასია რომ ეგ არის ესე ცალთვალა ტიპს თამაშობს ეგრე იგივე წარმატებით რო აიღო თუნდაც სოციოპატს რო თამაშობს ის იმაში რა ქვია Javier Bardem No Country for Old Men-ში ეხლა რაღაც სტატია შემხვდა ანუ რო ყველაზე ახლოს ამ ფსიქოპატიის იმასთან ანუ აი ანუ ყველაფრით თავის მსხეულის გამოყენება ენით და ყველაფრით ანუ ეგ არის ანუ ერთ-ერთი აქვს ტიპს გაკეთებული და იგივეა რა რავი მე ხა ეგ ხო არ არის ტაბუირებული თემა თუნდაც რაღაცა ტაბუირებული თემა ნუ აი ვოუკიზმის ან იმის ფონზე არის ეხლა მაგალითად რაღაც სექსუალურ უმცირესობას არ მოსწონს რომ მაგალითად სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენელი არ თამაშობს გეის როლს, არამედ straight ტიპი. იმიტომ რომ იმ დროს რაღაც 90-იანებში მე მგონი ან ტიპს მისცემდნენ ოსკარს იმის გამო რომ აი straight არის და გეი თამაშა თუ რაღაც ეგეთი. აი რა მაგარი ხარ თუ რა. და ეხლა ის არის არაპოლიტიკურული გახდა. ეს გულისხმობ ექსტრემალურ PC ლოს-ანჯელეს რაღაც Beverly Hills უბანში. ხო და მანდ არის სტუდიოში არის, ხო იცი? Kool-Aid Man-ს ვინ ისა Ice-T თამაშობს რა. არა, Ice Cube ბოდიში რა ის არის. არა, Ice-T-ს მისაღები იქნებოდა ხო? და ბიჭო, მომენტო ძალიან რასისტული ხო არ არისო რა, იმიტომ რომ ძირითადათო შავკანიანებს ევასებათო Kool-Aid-იო რა და Kool-Aid Man-ს რო ათამაშა და მაგარი პანიკა არის მაგაზე რა. ანუ ჯერა ეგ საუბრე მართლა ხდება ხო? ხო და მე პანიკა იყო რომ ვის დავაწერინოთო რა. ერთადერთი ფილმი რა, სადაც არ მოხდება ეს ტრანსრასისტული რა, არის ტარზანი რა. ვაუ, ტარზან სხვათა შორის ბევრი შეიძლება ზანგი ტარზანი ვერ იქნება. მაიცა Snow White? Snow White კი პირიქით, მაგრამ ტარზანს თვითონ დედანში მესმის, კი, მართალი ხარ. ჯუნგლებში არ იქნება და ბანანებს არ მოწყვეტს იმას გორილებს, მაგრამ ტარზანს თვითონ ამბავშივე აქვს საკმაოდ რასისტული ისა, კი. რასისტული არის, როგორ დავარქვი, ველური ადამიანი ჯუნგლებში ცხოვრობს და აი ხა ჩვენ ცივილიზებული ხალხი ჩავედით. წიგნით გააკეთებული ბევრად უარესია ვიდრე ეს მულტფილმები და ის. მაგრამ ანუ მართლა ეგ არის რა ეს ვიქტორიანელი ისინი და ეხლა ამისგან ჯელტმენს გამოვსვდით თუ რაღაცა პიგმალიონ. წიგნზე გამახსენდა, ეხლა წავიკითხე მეორედ 20 წლის წინ წავიკითხე ერთხელ და ეხლა გადავიკითხე 20 წლის შემდეგ. 20 წლის შემდეგ, ხო. რა. რიჩარდ ბახის ილუზიები. გთხოვ განმარტე. აუ, რატომაც მეგონა რომ ისეთი ტიპი ხარ რომ წაკითხული გეკნება. ბოდიში. არა, მე ვეწევ, ჯერ კიდევ უნდა დავეწევ ბევრ ამას. ხო. ჩაინიშნე. მითხარი რა არის და ძალიან მაგარი რეკომენდაცია. ხო, გვეჭია. ჩემი რეკომენდაცია ეგ არის სხვათა შორის, ხო. ბიჭო, მუსიკაში როგორ ხართ? უსმენთ რამეს ისეც? თუ ძველ მუსიკაზე ხარ თუ ახალ რაღაცეებში? მე ხო, თან აქეთ, თან იქეთ რა. უხერხულში ჩაგაგდო? Spotify-ში რა გაქვს ბოლო დალაიქებული? ბოლო დალაიქებული? აუ, I don't fucking like songs. ანუ იმაში პროსტა იმაში ვაგდებ ხოლმე. ნუ კაი, ჩაგდებული რა გაქვს. ანუ განახებ ჩემს
მაყურებელი ხედავს რომ ეს დადგმული არ იყო წინასწარ. ანუ ეს არის ჩემი dance party people არის. ან просто აი დალაიქებულს აქ ვაგდები. ხო, ბოლო ტრეკი რა არის? შევხედოთ. Skeletons-ი არის. Travis Scott-ის Skeletons, იმიტომ რომ ახლა ხან გადავენა და The World We Knew, Frank Sinatra-ი. Are You Looking Up, McGee's. და My boy. We Met James's Laid. არ ვიცი ეს მოგისმენიათ თუ არა, მაგრამ გაიხსოვნება ეს იმღა. ჯეიმსი მაგრამ მევასება. საიდან გამახსენდა ეს ტრეკი? ხო და ანუ დადიხარ, მაგრამ სიახლე რა იყო მაგის Travis Scott-ი? არა, თვლი არის რომ სიახლე არის, ანუ просто playlist-ში ახალი ჩაგდაიქე. ნუ რავი ნახოთ. აუ შეიძლება მაგას არ შევი. აუ ეხლა მისმე ძალიან მიხარია რომ რაღაცა აჰა ჩახედე. შენ თვითონ. მანახე. სანამ ის თავის ასეძებს მე ვნახავ ამას. მიდი აბა შენ. განსაყვარელი ხერხულობა, მაგრამ ძალიან და ეს უნდა ჩავიდე ქვემოთ არის უფრო ახლები ბიჭო, ხო? აი ანუ ზემოთაც ყრია მაგ არა რა ლაიქებს ზემოთ არ. ხო ლაიქ სონგებში, მაგრამ იქ ალბომში იმაში რო აგდებ პლეილისტებს ხო ეკითხებ ცალ-ცალკე იქ ბოლოში გიღეს. Billie Eilish's Billy Bossa Nova, ну იმ softcore ალბომიდან არ ვიცი ეს კონკრეტულად. სამი დღის გამიზი არის და უსაყვარლესობა. Aquarius Heaven, Early Bird, JJ Johansson is Not Time Yet, Oh Superman, Laurie Anderson is ლეგენდარული ტრეკი. და ეს არ ვიცი, აი ამან დამაინტერესა ეხლა. არ ვიცი, ეს შეგიძლია ამოჭრა მე თუ ის რა არის? რაღაცა Aquarius Heaven. ცოტა მიახვიე ვოკალით საყვარელია. ხო, ცოტა. ცოტა კიდე მიახვიე. ნაბეს მომწონს. ცოტა კიდე მიახვიე. ანუ ძალიან საყვარელი ვოკალია. იმენა ვოკალი გადავახტე ამ წელს. რა არის? ეს მომწონს ეს არპეჯიოები. კი, მე ვაფშე არპეჯიოები მიყვარს ძალიან. აბანიკა, რამდენად embarrassing არის. It's all right. აჰა. შენი ხუთები ძველში? Bankrupt. გასაგები რა დახერხე. მაგითო გამო. Twist in my sobriety, ეს საერთოდ არ ვიცი. იცი, შანსი არ აუ, არის. როგორ მიხარია, რომ Frank Ocean-ამდე მოხვედი. Frank Ocean-ი არა, არის შენი gateway hip-hop სამყაროში. ხო, მაგრამ ჯერ ეს მაგრამ Frank Ocean-ი. ხო და გაგიჭირდა? მაგრა გაგიჭირდა მაგის. მიჭირს, არა, hip-hop-ი უჭირს უფრო რეალურად. ხო, მაგრამ ეგ Ocean-ი ძალიან სვით არის. უჭირს არის ეს ტრეკი, მაგრამ Every James little Blake thing is she does is გაგიჭირდა magic. შენ. მაგრამ Frank Ocean-ის ეს ალბომი, რომელიც დღემდე მართლა. იდეალური რაღაცა. და მე სულ ყურში, ანუ ეს Frank Ocean მეგონა რომ რაღაცნაირი გათათხული პოპი იყო და სუპერ კარგი არის. აი, ჩემთვის რაღაც პონჩი დაჟე ძალიან შორს არა James Blake-ისგან. ხო, შეიძლება. არა? ანუ თან გიტარის საუნდი, songwriting-ი, ანუ აი ამის საუნდი ისე მომეწონა. არ და ვოკალი. ხო. ეხლა ჩემთვის ის უნიკალურია ვოკალით. ვოკალი, კი. ეს არის ძალიან მაგარი. სრულიად შემთხვევით და ბენდის სახელებს ვეძებდი რა, ვიგონებდი და ხო იცი Spotify-ში წერდი თუ არსებობს ეს ბენდი და რა. Yes. რაღაცა იაპონური ბენდი გაიჩნდა და აიცა თავიდან უნდა ჩართო, იმიტომ რომ 100 იწყება. რითი? 100. ვაუ. ეს სხვადასხვა არპეჯიოები ხო, ინტრიგაც არის მაშინ. დისკო გამოსულ ხარ დახუთულობიდან შენ. რაღაც პერიოდი არ უსმენდი ახალს არაფერს. მეუბნებოდი რომ აი კიდია და სადღაც კომფორტულად იყავი. ეხაც იგივეს და მეც ტიპას ჭირდა. აგერ? შედეგი. ხო, მაგრამ აი იმ ძველ ადიალას რო გადაიფარება. ბიჭო, კი, ძალიან კარგი არის, მაგრამ ამ ჩემი ყურისთვის ძალიან სასიამოვნოა ეხაც რა. ვიღაც აი Charlie X-ებს და ვიღაცებს ხო უსმენ. თუ არ უსმენ. კი, კი. დოლიანერი. ამ ბრედზე ვიჯექი, კი. ხო და ნუ. ეგ არ მგონი შეიძლება მოგეწონა, შეიძლება არა. ეს არის ძლევა. მაგრამ მე მგონი ეხლა სტერიოტიპიზი ეხლა ეს ვაფშე არ ეთყობოდა ხო და ისე ტრეკს მაგაზიანები რომელზეც გაატყდა თქო. ტრანსულსა და არ იცი რა ქონა. იყო საყოველთაოდ ერთი თვის წინ თუ ორი თვის წინ მეუბნებოდი ეს Frank Ocean-ს მეუბნებოდი რომ საყვარლიაო და მე ის ჩაგიგდე რა ქვია Blake-ის და ვიღაც Rosalia-ს ტრეკი და რაღაცები და ნუ ძალიან სასიამოვნოა. ბიჭო, არ გიტარულ ძიმ მუსიკას ცოტა ის უფრო იშვიათად უსმენ. ხო. Nights. გააჩნია რა Frank ხუთზე. Ocean-ის Nights. ყველა მოსვენა. არა, თქვენს დედებსაც ყველა მოსვენა. კაი. Pink and White კი ეგეც კაიგია. ძალიან კაი. და იგივე ალბომში Nights მშობლებს მოსვენინეთ ეს რომ უკეთესი წლები ქონდეთ. ჩემი ჩემი რეკომენდაციებიც არის. რეკომენდაცია არის
წიგნი მაქვს. რეალურად წიგნზე მიმებაჯობდა. Blood Meridian-ი წავიკითხე ძალიან დიდი წვალებით, იმიტომ რომ რთული წიგნი იყო, არის western-ი. 1859 წელს ხდება მოქმედება და არის ამ გენგზე, გლანტონის გენგზე, რომელიც ტეხასის და კალიფორნიის ქვეშ მექსიკის საზღვარს ამ მიწას ათავისუფლებს კამანჩი ინდიელებისგან. ოღონდ არის ყველაზე სასტიკი წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხა. კორმაკ მაკარტის, ვინც დაწერა No Country for Old Men ან The Road. ესეთი სასტიკი წიგნი ცხოვრებაში არ წამიკითხა. ანუ ახალი ავტორია, ძველი. არა, ეს არის 80-იანების წიგნი არის და დრო დაჭერა. ხო. ხო, ნუ თანამედროვე ავტორია მაგ ხრივ. Blood Meridian. არის უჩაჭერესი, საკმაოდ რთული საკითხავი, მაგრამ ძალიან ღრმა ლიტერატურა. არ ვიცი ეს რამდენად. შეიძლება უფრო მსუბუქზე გადავსულიყავით მე თქვა Simpsons-ების მეორე სეზონი, რომელიც ყველა ადამიანს ნახი უნდა ქონდეს. Blood Meridian-ი, Simpsons-ების მეორე სეზონი, Frank Ocean-ის Blonde. იმ დღეს ვიღაცას ვეუბნებოდი რაღაცას. მიყო და აუ მეთქი რომ ეს Simpsons-ების პონტია თქო რისიო? აუ ღმერთო. ეს არის თვითონ Simpsons-ების ბრალი ეგ რომ მოხდა. აი ეგ რეაქცია რომ მოგცა არის თვითონ Simpsons-ების ბრალი. პატარებში ხდება? არა. აუ და უფრო. ნუ ერთი ალბათ, ნუ შეიძლება ჩვენზე 10 წლის პატარა რა. და არ იცის იმას. არა. ხო, მაგრამ 40 წელი გადის. ნუ კაი, ხო და მაგას გეუბნები, ცოტა მაგის ბრალია რომ 40 წელი გადის, რომ ანუ ბრენდი ვერ შეინარჩუნა. რომ ვიზე მომოთ, Aphex Twin-ი არ არის. მეგა ბრენდი იყო იდეა. მეგა ბრენდი არის, მომენტ სერიოზულად, აი იგივე Darth Vader-ი არის ცოტა. არ გავა, თქვათ Coca-Cola-ში და იმაში, Madonna-ში და Michael Jackson-ში, კეისოებში და Maradona-ში და ხო. კი, totally. მაგრამ აი Aphex Twin-ი რო ვთქვით. აი ბრიტანულ შოუებს ეგ აქვთ ხოლმე. ბრიტანულ შოუ არის კარგი და გრძელდება 2 სეზონი. ხშირად ყოველ შემთხვევაში. აი პატარა სიტკომები. მე ეგ მომწონს. მაგარი რაღაც გითხრათ. Star Wars-ი არ მაქვს ნანახი. ეს ფაქტი მახსოვს. ანუ ეხა ფაქტობრივად იმას აკეთებ, რაც შენ Simpsons-ებზე რო გაგი, მაგრამ იმან არ იცოდა Simpsons-ები, კაი, ხო? შენ ვაფშე იქ ჟანრი Freddie Mercury-ის რა სიმღერაში არის? And I don't like Star Wars. Bicycle Ride. Juno? Juni. Dune. Dune არის ახალიც? მაგდროს არ იცო. ახალიც გამას. ხო და არ უყვარს. ვიყავი და მეძინა პირველად. Like bravo. ოდისეა ფილმი რა იყო კუბრიკის. ეგეც კოსმოსი. 2001 კოსმოსი. ეგ რა შუაში იმასთან. ეგეთ რაღაცები ნანახი მაქვს. ხო, ანუ sci-fi-ს გაურბოდი თუ უფრო პოპულარულ იმას. ბიჭო, არ ვიცი, აი მეგონი შენ ამ რაღაც განგზობის სერიალს გაურბოდი. არ ვიცი. მაშინ არ იყო განგზობა. ნუ პაპსაი უფრო clean არის. შენ თუ პანკი იყავი მესმის Star Wars-ი რა პონჩი არევას. პირიქით, მაშინ ძალიან ის. ხო, რა ვიცი, ნუ არ შემეხო რა. Star Wars-ი ძალიან Batman-ი მევასებოდა. მაგრამ თქვენთვის რამე რელევანტურობა აქვს ბეჭდების ძანებელს ან Harry Potter-ს ან რაღაცა? არა ხო. ბიჭო, იცი რა? აი მან დავწდით. ბეჭდების ძანებელი ნანახი მაქვს და მე საწავიდა. რაღაც საშინელება ხობიტი ხო? ეგ აღარ მინახავს. და Harry Potter-იც რაღაცა სეზონი მაქვს ნანახი. ჩვენი Star Wars-ი თითქოს ეგ არის. ვიზუალურიდან გამომდინარე, გამოსული, ანუ სადღაც ახლოს ხარ Harry Potter-თან. კი. ხო, ანუ ეგ იყო ჩემი Star Wars-ი, ანუ Star Wars მე ვნახე რა. რა, ვიზუალურ ანუ Harry Potter-ს გავს. ხო, Potterhead-ი. აი, მე მინდოდა გეთქვა რომ Hobbit-ს გავდი, იმიტომ რომ ბანჯგვლიანი ფეხები მაქვს ან რაღაცა ეგეთი. Potterhead-ი ხარ. რა უთხრა? სათვალე. არა, that's our Bible, ხო ხტები? ჩემი თავობის ეგ არის, ბეჭდების ძანებელი და ის. ხო, ანუ მე ვიყავი 4 წელი. ვიყავით რამდენი წლის? 20 რომელ წელს გამოვიდა? 2001-იან არის. 1 ხო და აი ხტები აი ახალი წამოჩიტული რო ხარ, აი არ გვეცალა, მაგრამ არ იმინა არ გვეცალა ეგეთი რაღაცები. მე მეცალა ხოლმე მაინც. ნანახი ხოლმე მაგ პერიოდში ხო. ხო და ხარ შენ ისა კომიქსების მატევარი რეალურად? ნახევრად რა. რეკომენდაციას Blood Meridian-ს გაუწია, მაგრამ თან კომიქსებსაც გითხო. ხო, ჩემთვის მაღალ და ბანძ კულტურას შორის არანაირი სხვაობა არა. დარწმუნებული შენთვისაც ეგრეა და შენთვისაც ეგრე იქნება. ხო და TikTok-ი და ფხაგავად გიტა. ბიჭო, შენ TikTok-ის ხარ? ბიჭო, არა, ჩარტ, ჰა? ანუ ყოველდღიურად ხარ? ავი რა, ტუალეტში სკროლავ. ადრე მითხარი რომ არაო და მეც სადღაც ეხლა ვიაზრებ რომ რაღაცეებში შეიძლება უფრო short ინფორმაცია აქედან მივიღო ვიდრე. ოკეი. დავამთავრეთ შეჩემა. ყველაზე კაი დამთავრება არის თქო, რომ ვლაპარაკობ თუ და ისე რომ თავი. ხო, ანუ ეგ გული შეტევა. შეჩემა.